ოპა ჩიკი მენატრება ოპა ჩიკი მენატრება და აბა როგორ მოგწონთ გენაცვალეთ შენი ახალი სივრცე ფანტასტიკურია კი თეთა რა კარგად დაგამასაჟე რა საკეთებთ თუ ეს ხმა გინდა რომ რეალურად იქცეს დაამატე ვამატებ ეგრეც ვიცოდი ვაიმე ხატია წერეთელი თავისუფალია იხარე ერო მოკვდი ყველაზე ისეთი დაიცადე რას ამბობდი ხატიაზე იხარე ერო და რაო არაფერი ყველაზე მაგარი პროფესიონალი მასაჟისტი ხატია წერეთელი თავისუფალია მან დატოვა ზონა. რა ბედნიერი ხარ, ასე მგონია დღეში აი სამჯეროდ ჭერაი. ხატია გამასაჟებდა. მე ვფიქრობ რომ ძალიან ესეთი სწორი და სამართლიანი იქნება. შემეშინდა ხო ხელი რო გადმოცე, ვიფიქრე ხო არ აპირებ დარტყმას. რაღაცა შენმა გულშემატკივარმა იმ ქალების არმია რო ყავს. ძალიან ეხზე დაგამუშავა ჩემ წინააღმდეგ. მე პირაჩირები მომწერეს, რები მასწავლე შენ არის. ხო და შენზე იმებსაც დავამუშავებ ზემოდან რა. წეწიერთ მოიქეთით ყველანი. ხატი წერეთელს არ დაურეკოთ? რა დღეში 9-4 ურეკავდი. რა სამასაჟს იკეთებდი და დაურეკე, მოიკითხე. თეთა ბედნიერი ხარ. მოკლედ ურეკავთ ხატია წერეთელს, პირველ რიგში უნდა მიულოცოთ თავისუფლება. რა თქმა უნდა. და აიმე მასაჟია. კაი რა მეწყინა. მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ. ხო არ დაიჭირეს ისევე. ხო იცი მიჩეულს ნუ გადამაჩევა. მე მგონი გამოვიდა თუ არა იმენა. კაი მოგვიანებით დაურეკოთ ხატია წერეთელს, მაგრამ პირველ რიგში ხატია წერეთელი იყო დაპატიმრებული იმისათვის რომ მასაჟის ქონდა ოთახი, თუმცა აღმოჩნდა რომ ფარველობდა იმას მეძავთა იმას ბუდეს. მე რა თუნდა ესე მაღალ ფართოვანი, ანუ მამაშობდა. მამაშ. აი უნდა და რაღაცა ხა იცი რა არის, ვითომ რაღაცა ისეთ სამფრო ბოლოს მე მათქმები. სხვადასხვა ჩვენი სტუმარიც შემჩნეულია მსგავს პროფესიაში და რომ უნდა ვკითხო, იმიტომ ძალიან ბევრი ჭორი გაქვს. დღევანდელი? რა სიძახი? ხო. თუნდა გავარკვიო. კაი, ხატია წერეთელს სამწუხაროდ ვერ დავუკავშირდი. რაღაცა ისე გაქვს შენი თემები გამოკოლეული რომ მე მგონი. კაი, რადგან ვერ დაუკავშირდით, მოდი დავიწყოთ გადაცემა. სპონსორები დავიწყოთ. შევაშუროთ. ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food, თბილისში ყველაზე გემრიელი სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც მდებარეობს სუხიშვილის 45-ში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წერთ გადაცემას podcast point-ის სივრცეში, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი, როგორც პოდკასტები, ასევე გადაცემები ჩაწეროთ, თუ გინდათ ჩვენაირი ხარისხი გქონდეს თქვენ გადაცემას. ასევე გენაცვალეთ ჩვენი სპონსორია Sandomi, ქართული ბრენდი, ტკბილეულის მრავალფეროვანი არჩევანი. მაგრამ მეგობრებო, ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ დღეს დაგვემატა ახალი სპონსორი, რომელსაც აი აქ ხედავთ და ძალიან მალე ვიტყვით ამ სპონსორის შესახებ, თუმცა გადაცემაში თამას მე ვიპოვე, მე ვიცი რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შენ დარდობდი შენ ურთიერთობა დაკარგულ სიყვარულს. და ამიტომაც მე როგორც შენი მეგობარი გადავწყვიტე რომ დაგეხმარო. აჰა. და პირველი რაც ყველაზე რთული იყო, რთული რაც იყო, შენი ყოფილის ტრუსიკი ვიპოვე. გარდერობში გონია შენახული. ბატონო ინახა ვერ გავიგეთ, გამხელათ. და შენ ჩემ გარდერობში რა გინდოდა? შენ ხო არა. ეს ჩემია, ბიჭო. თავისუფალ დროს კრიალებ. არა, ეს ის არის, აი ცოტა გაზაფხულზე ცოტა რაღაცა ისე. მოკლედ, ეხლა მიამარო იმოძრაოს. რატომ ვიპოვე ეს საცვალი რა? საცვალი და ეს არის წითელი ძაფი. ეხა მე შენ გაჩვენებ ვიდეოს, როგორ დაიბრუნო შენი მეორე ნახევარი. შენ მამა ნიკოლოზის ბრევლი ხუ არ გახდი. უყურე. საყვარელი ადამიანი.
სხვასგან სხვასე რომ არ გაიხედოს. ტრუსიკი. მაშინ რა ჭირდება მისი საცვალე და წითელი ძაღლი. აი, კეთ რა საშუალო. რასაკეთებ? საცვალს მოკიდე. აი ფუჩუს ნაწილში კიდევ აქ. შენ რა იცი რომ ფუჩუს ნაწილი მანდარი. აი. ესე უკრავ. წითელი ძაღლი. მოიცადე. შემოახიე. აი, შემოვახვიე. და გადაყვანძის. აი. უნდა თქვა ისი. მიდი თქვი. აბა მიდი. მისი სახელი. თქვა სახელი ხმამაა. კი. თამუნა. თანაც უნდა იყო. თამუნას და უნდა თამაზას იყოფნა. მაინც ჩემი იქნება. თამაზას მაინც მე უნდა მაინც ჩემი იქნები. გეძინოს. გასად გეძინოსო ვერ და თამაზას ჩემს კლავზე გეძინოს. იარსებო. ვერა მორჭა. ეხა ისაცვალი უნდა შეინახო. მეთქი უნდა გეთქვა რომ ჩაიცვი. მოკლედ ანუ ბას არა დაიცადე რა მხელა ტრაკია ბიჭო რა ვიცი ყველაზე დიდი ზომა არის. ეგ რავი შენ ყოფილს კითხე რატო ხონდა ბაქელა ტრაკი თორე მე რა შუაში ვარ. მოკლედ ანუ ინტერნეტ სივრცეში შეხვდებით არაერთ სასწაულ ვიდეოს და ერთ-ერთი ვიდეო არის ეს ეხა ჩვენ გავაკეთეთ ამაზე შევეცვა. ხარისხიანია. და ვნახოთ რა არის ფარდისგან არის რავი რო შეგერილი. ეფერებოდი მაშინ არ გახსოვდა როგორი ხარისხი ქონდა? ტრუსიკებს არ ვეფერებ. ტრუსიკს ხო ხდიდი. გაჩვენდი ჯაცაიდან მოიტანე ეს ტრუსიკი თქვი. ფაი მე რა კაი ბიჭო არის კაი ხარისხიანი რაღაცა ჩასპარ. მეგონი ახლა ისეთებს აღარ იცმევენ. რამდენი უნდა აფრიალო შეინახეო რომ იმოქმედო ჯადომო და შეინახე ხო რა. საჭევინა. და ტრებს აკეტიკით რა. ჰაჯიბეში ჩავიდეთ. მოკლედ მეგობრებო, ეს ჯადო სცადეთ, ნახოთ რამდენად დაიბრუნებთ თქვენ მეორე ნახევრებს და მე დაგვირეკეთ და გითხარით ვინ დაიბრუნა. ტოტიდან რატო გაგვარდა წითელი ძაბი? მაგრამ ამ ვიდეოში ისეთი ტრუსიკია, დედას ანუ კაცე როგორ არის, ალბათ ყურებზე იპავენ. მეგონი გუბასტანიკიძის ტრუსიკი არის. არ ვიცით გუბასას უკეთებენ ჯადოს მეგონი. კაცი აკეთებს. კაცეც შეგიძლია. ეხლა ჩვენ ხალხზე გავაკეთეთ. მოდი სცადეთ და მე გითხარით რამდენად იმოქმედებს ეს ჯადო. ყველაზე მე ვფიქრობ რომ ყველაზე უფრო მარტივი ტრუსიკზე კი არა დონიკ უნდა გამოამა. მაგრამ ერთი წამი ხალხო თუ თამაზ ამ ყველაფერზე ხუმრობს და იღლიცინებს ტრუსიკი როგორ ჩაკეცა თავის ხარეს თუ დააკვირდით ანუ თუ ჯიმეში როგორ ჩაგრიალა ანუ აი საწავი რომ მეთქეს ხوارდა აი გადმოფინე აი გააშრეს არეცი კაი სანამ თამაზ აშრობს თავისი ყოფილი სარეცხს და ყოფილი არ არის კაცო დაკარგული სიყვარული და დაკარგული არ არის უბრალოდ ახალი დაბრუნებული ახალია და მინდა რომ უფრო მეტად გავაქტიურდე რომ უფრო დაჩქარდეს მოკლედ ესეთი გოგო არის ინტერნეტ სივრცეში ქვია მეც რა ქვია ნათია ზარანდია რომელიც მღერის დაუსრულებლად დამირეკე ტელეფონი საწყარი დამირეკე ტელეფონო შეზასი სეველოდები შეზღასი სეველოდები ტელეფონში დამირეკე ტელეფონო დამირეკე გელოდები მოკლედ ნუ აი ამ გოგომ აიშვა გაგიჟებული კივის უკვე არავინ არ ურეკავდა ჩვენ გადავწყვიტეთ ნათიას ჩვენ მაინც დაურეკოთ და უთხრათ აი ვურეკავთ რა ნათია შეიძლება არ იცით მაგრამ დამირეკეგენ არა ძალიან პაპსამომღერალია ცეკვავ ხოლმე მის სიმღერებზე დამირეკეგენაცვანე დაურეკოთ შეზარსისე ველოდები შენზე პირადად იცი დამირე მე ვაფშე ჩემი მოიცადე ამას ვურეკავთ ნათიას ამ მომღერალს რომელმაც ეს სიმღერა იმღერა რასაც უყურეთ ახლა თქვენ ალო ნათია გვინდოდა მე ვარ ნათია თქვენ სიმღერას მოусმინეთ ჩვენ და დაგირეკეთ დიახ მე დამირეკეგენ დაგირეკეთ მერე აი ჯერ რომ მირეკავთ ხო ხო რა იცით რომ აი რა უფლებით მირეკავ ჯერ ასე ამ იმიტრით თვითონ მე რა რომ ვიმღერე ეს თქვენ არ თქვი დამირეკე ტელეფონო დამირეკე გელოდები დამირეკე გაიძახით 3 წუთი და დაგირეკეთ ალო ალო დიახ ნათია გვინდოდა ნათია ასლაშია მე დაგდაპაიდი რა ხდება ეს არაფერი ნათიას ვესაუბრებოდით სიმღერასთან დაკავშირებით ჟურნალისტი როგორ რატო ურეკავ ვერ გავიგე ტელეფონოზე ზახიო ღერიო და ვიდო დაგირეკეთ აი საპარო გორ მიხოს
ჩვენ გადაცემიდან ვრეკავთ. გადაცემა სარკასტიკა. როგორ? გადაცემა სარკასტიკა. რა სარკასტიკა? გადაცემა. ქურდული სამყარო ჩარტა. მე მეგონა რომ უკვე აი ლოკაციით გვეძებდი. ნაცია შენ და შენი მეუღლე თუ მეგობარი არ ვიცი ვინ არის. მოკლავ რა მეუღლე მოკლავ. როგორ დაგვიძაბა ნაცია? ნათი, როგორ დაწაბე გენაცვალე? არა და მე მეგონა ცოტა. მოკლედ ნათია ნათი, არავის არ დაურეკია შენთან? მე ნაცაიზე მოკლავ. ნათია რატო ითხოვდი ეს დაუსრულება დამირეკე? ანგარიში არ ქონდა? აი დამირეკე. გაფუჭებული გაქვს დინამიკა. მე მესმის რომ ჩაწერო აღარ დამირეკოთ. ხალხს უნდა რომ შეაწუხო. კაი ნათია, მადლობა რომ გვიპასუხე. მოკლედ გადაცემაში იხილავ შენ. შემოგრიალდები ჩვენ გადაცემაში. აუცილებლად ორშაბათს იხილავ შენ საუბარს. შენი მეგობრის ფოტო რო ჩაგვიგდო რომ შენი ამოვანათო. მეგობრის ფოტო რო ჩაგვიგდო, ბარემ ამოვანათებ შენ მეგობარსაც. მე ვარ ქურდული მენტალიტეტის მატარებელი. მე ვარ ქურდული მენტალიტეტის მატარებელი. ფერი დაგვეკარგა, შეგვეშინდა, კანკალებდით. ამიტომ ასე აღარ გაბედო. კაი ნათია, კოცნით, აბა კარგად. კარგად. ნათიამ თქვა რომ არ დარეკოთო, მეორჯერ აღარ გაბედოთ ამ ნომერზე დარეკვა. მოდი ახლა დაურეკოთ, ჩვენ ხო ბევრი ნომერი გვაქვს. ხო. და ახლა დაურეკოთ სხვა ნომრიდან. ნათია გვინდოდა? მეორე თონდაკობასკა. ნათი გენაცვალე საქმის გარჩევაზეა გამოსული. მოკლედ ნათია არ დაგვირეკო და კიდე დაგირეკეთ, მაინც დავტესტეთ მაინც. მეტი არ უნდა ხო თქვენი დარეკი. მეტი აღარ იქნება, მაგრამ ნამდვილად აღარ იქნება მეტი. აბა, შვიდობიანი საღამო, კარგად. შვიდობიანი საღამო. რა ჰიტიშია გლიჯინა? კიდე ხო არ დაურეკო ცოტა. კარგი. კაი, დაურეკეთ, ადამიანი ითხოვდა დარეკოს და დაურეკეთ, ხა მეტი რა გავაკეთოთ. მაგრამ, მეგობრებო, მთავარი ამბავი, ჩემო თამას, არის ჩვენ წინა გადაცემაში ვიღლიცინეთ ჰაუსზე, რომ ბინას არ ჩუქნიდნენ და ამ ბინას მართლა არ ჩუქნიდნენ, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ 40,000 მისცეს და DGG-ს გამოკლებით 32 თუ მოკლედ რაღაცა საწყლები. რაღაცა ის რო არის ამერიკული მულტფილმი რო არის კარიკატურები თუ რაღაცებით რო გამოდის ხო იცი? წინასწარ იძახენ, მერე რა მოხდება? ნუ ჩვენი გადაცემა ზოგადად არის ის რომელიც წინასწარ იძახის რაღაცებს და მერე ხდება. მოკლედ დაურეკეთ ჩვენ ლორენცოს, რომელიც ხუმრობის დონეზე ჩვენ უინტერესო იყო მისი საუბარი და ამოვჭერი და მერე ვიხუმრეთ. ხალხს არ ახსოვდა და ჩვენ გამოვაცოცხლეთ. გამარჯობა ნახვამდით, მერე ამ ადამიანმა ინტერნეტ სივრცეში ისაუბრა რომ ნაზღაიძემ ვერ გამიკაჩა საუბარში და შეეშინდა და ჩემი საუბარი ამოჭრა. მოდი ახლა დაურეკოთ ლორენცოს ისევ თავიდან და გავარკვიოთ რა საუბარი ვერ გავუკაჩე. მეგონი სამართლიანი იქნება. როგორ მაინტერესებს? ვურეკავთ ლორენცოს და ვკითხოთ რა საუბარი ვერ გავუკაჩე რომ აი როგორ არ მინდა რომ გაშველებთ. საუბრობს ესე. შეიძლება ლორენცოს არ დაგირეკე და მაგის პენის დაურეკე. ალო. ლორენცო მინდოდა? კი ბატონო ლორენცო. ლორენცო გამარჯობა, გიორგი ნაზღაიძე ვარ, გადაცემა სარკასტიკიდან. აი მე როგორ წავიდა? კაი, ლორენცო, გასაგები ახლა შენი პოზიცია, მადლობა. დაგემშვიდობებით. უბალი ბარალდე stay fucking cool. კაი. უფალი ხარავდეთ, take fucking სად უფალი სად fucking არ ვიცი რაღაცა ახალია. ნუ ლორენცო საუბარი როგორ თორჩება გადაცემაში, კიდევ ერთხელ ვიხილა. ამ მომწარდება, აი ხა დაიწყებს მიზებნას სად იწერება ჩვენი გადაცემა. თავარი ამბავი გვაქვს ახლა ჩვენ თამას. ნო, მე მგონი ეს უნდა დაიწყო შენ. ჯერ მინდა მიუსამძიმრო ყველა პრაიმ ჰაუსის. სამი თვე. მე პიპიკე რაღაცა მოხდა. უაერო სივრცეში. ერთით ზალაში. ხო ეს ბევრი სტომერი რომ მოგივა ხომ ერთად რომ გაუშლიან.
მატრასები ეყარა ისე თან იწოდნენ. იძახენ ის ლორენცო და ისინი აკუებდნენ ძალიან. მარტო თვითონ იძახენ ვიდეოში. მართლა? ან დილით ვაკუებ ხოლმე. ან შეიძლება ან სერიოზულად გეუნები ანუ დილით მაგერტი ორი გავარდნა ხო და 32000 ლარი მოიგო ჯავა ხა. იძახენ 40000 არისო, მაგრამ ნუ DGG-ს გამოკლებით 32000-ია. ნუ ეს ყველას ვისაც გამოვლივ რეალიტები და პროექტები ვიცით 32000 ლარი. ვაიმე, ეგ არის ზღვაში წვეთი რა ინფორმაციაც და ექსკლუზივსაც მეფლობ. მე რო იძახიან ჩემზე რომ მე ვარ გველი, მე არ ვარ გველი ხალხო. გველი არის ეს. მზად ხარ უგითხრა? კი. გადავრთე იმედზე მე სიცრუის დეტექტორში, ის ბიჭური აღარ მახსოვს. აი ესე გვერდები რომ პოლბოქსი რო აქ შეჭრილი რა ქვია. ესეთი თავი რო სამკუთხედი. ხო რაღაცა. ხო და მაგას ყავს მოყვანილი ძალიან ნიჭიერი მომღერალი ავთო აბესლამიძე რომ ჩვენ ახლა წამყვაზებს საუბრობთ გასვიანზე, ხო? გასვიაზე ხო. ბიჭო დაიცადე. იმედზე და ამ გადაცემის მთავარი პროდიუსერი არის ნოე. ნოე სულაბერგი. და ესეთ კითხვას უსმენს რომ ამ ავთო იყო X ფაქტორის მონაწილე და ბოლოს თურმე გადასცა რუსთავიორმა ბინა და ეს ბინა სინამდვილეში მოგცაო რუსთავიორმა თუ არ მოგცაო და ეს იძახით რომ არ მომცა. არ მომცა. ცნობილ სატელევიზიო კონკურსში მოგებული ბინა მიიღეთ? არა. დეტექტორიც გაგრიალდა და სწორი პასუხია. სწორი პასუხია. ქეკე და რა მოვქეკე. აი მე. და მაინტერესდა რომ იმედი რა კარგი ტელევიზია რო აი ესე აი სხვა ტელევიზიების არ მიღებულ საჩუქრებსაც კი ქეკავს და მსოფლიოს აგებინებს. თურმე რა არის ბიჭო? იმედიც არ არიგებს. საიდან გაიგე? თურმე ცეკვავენ ვარსკვლავებში, ხო იცი რო ცეკვავენ? ხო. ბოლოს ხო იძახე რომ თქვენ მოიგეთ ბინა. ბათუმში. ან სადღაც არ აცლებენ. რა? ერთ-ერთი მონაწილე არის სალომე ფაჟავა. ანუ შენ ეხა ეს დადასტურებულად იცი ეს ამბავი, ვიცი, რომ იმედში ცეკვავენ ვარსკვლავებში ნოე სულაბერძის პროექტში გოგო მოიგო და არ გადასცეს ბინა? არა. თან ეხლა ამ წელს კი მე აღარ წახსოვთ. იმ გოგო მე მგონი ცეკვა აღარ წიწის. დარეკე. სასწრაფოდ. აი, კაი, ვთქვათ, აი ხა დავრეკოთ თვითონ იმ ადამიანთან და აბა გურეკავთ სალომე ფაჟავას. ცეკვავენ ვარსკვლავების 2002 წელს გამარჯვებულ. არ ვიცი, თვითონ გვითხრას. მე მგონი დიდ ამბავში და ექსკლუზივში შევდივართ ეხლა ჩვენ. ალო? სალო, როგორ ახარ? თამაზა ვარ. კარგად. თავს როგორ ხარ? რა ვიცი, არა მიშავრა. გოგო, რატო ვრეკა ვიცი? შენ რო ცეკვავენ ვარსკვლავებში გაიმარჯვე. რომელ წელს გაიმარჯვე სალო? 2022 წელს მე-10 სეზონში. ვაიმე, რამდენი წელი გავიდა. გაფიცებ ხა მითხარი. ის ბოლოში რო ბინა შემოაგრილეს და ბათუმში რო ბინა მოგცეს, სინამდვილეში გადმოგცეს თუ არ გადმოგცეს? ნაზღაიძე მოემზადე. კი, ბინა ნამდვილად მაჩუქებს, უბრალოდ ჯერ ჰაერშია. ხედები უკვე წარმოვიდგინე. ანუ ბინა არ არის აშენებული? არა. საერთოდ არაფერი არ არის? ბათუმი თან დამაგხოლმე მიმაქვს იქ და რას გეუბნება თვითონ აი პროექტის ხელმძღვანელი იყო ნოე სულაბერიძე, რას გეუბნება თვითონ ნოე? ნუ წესი დამთავრდება. და კორპუსი არ არსებობს საერთოდ ჯერ. არა არსებობს, ანუ 17 სართული აშენებულია, მაგრამ ჩემი ბინა 22 სართულზეა. გავხოლმე და იქიდან ხედით ტყბები. 17-მდე ააშენეს და ანუ შეიძლება გადააფარო და 22-მდე როგორ შეიძლება? კი. სალო, 2022 წელს მოიგე, ხო? 22 წელს კი. და 4-5 წელი. შეიძლება ის და იცი რა არის, შენ თუ ვერ მოესწარი, შენ შვილს მაინც მისემენ. კი. მოწმინებას და რას გეუბნებიან? სალომე, რომელ წელს უნდა დასრულდეს ბინა? არის, აი წელს იძახიან რომ უნდა დამთავრდესო, მაგრამ მოლოდინის რეჟიმში ვარ. მშენებლობა შეჩერებულია ალბათ. ამიტომდე შეჩერებულია, მაგრამ მეზობლებს წინასწარ ვესალმები ხოლმე. ანუ გამოდის რომ არა მარტო რუსთავიორი, არამედ იმედით წყვილად რომ მოიგებ ბინას, გასაღებიც უნდა იყოს რომ შეხვიდე. მაგრამ სალომე თავარი ამბავი მაინტერესებს. ეგ თავიდანვე იყო ეგ საუბარი რომ შენ როდესაც იგებდი ბინას, ეს ბინა არ არსებობდა და მომავალში აშენდებოდა და მოხდა. არა, მე ვიყავი მისული თავიდან პროექტში რომ გავიმარჯვე და მე შეხვედრაც ჰქონდა,
ნახე იყო მშენებლობა თითქოს მიმდინარეობდა და მე რაღაცები მოხდა კომპანიაში. და ხელშეკრულებაში რა გიწერია ბინა, როდის უნდა ჩაგბარებოდა? ვაიმე, მე მგონი უკვე ძალიან დიდი ხნის წინ გავიდა ვადები, უკვე აღარ ვიცი ხელშეკრულება საერთოდ. წლები გავიდა ბიჭო 4-5 წლის მერე. შეიძლება ვაფშე უკვე მე გუშინ დამთავრდა მე-14 სეზონი და ვაიმე ამის მერე მე-14 სეზონი გამოვიდა. ისინი როდის დაელოდებიან თავის ბინებს, ალბათ რა. სამაგიეროდ სალო ერთი 60 წლის მერე კარგი ხედებით დათქმები 21 სართულიდან. კი, ნამდვილად. დაგებშტობები და მალე აბა მადლობა. იქნება ისტორიული. მადლობა, სალომე. სალომე, იმედი ამ ზარის მერე ბინა გადმოგეწება. შევეცდებითო დაგეხმარა. იმედია. მადლობა ბედნიერად. კაი, სამართლიანი რო იყოს ეს საუბარი, მოდი დავურეკოთ ნოე სულაბერიძეს, რომელიც არის ცეკვან ვარსკვლავების მთავარი პროდიუსერი და ვკითხოთ სალომე ფაჟაომ განაცხადა ესეთი ამბავი და თვითონ რა კომენტარს გააკეთებს. ხო. 2022 წელს. ალო? და ნოე, გამარჯობა, გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავ, გიორგი ვარ ნაზღაიძე, როგორ ახარ? გიორგი, ცუდ დროს მირეკავ, მეო კარგად ვარ, იმედია შეიც კარგად ვარ, უბრალოდ მეორე ხაზზე ვლაპარაკობ რა და. რამდენ ხანში დაგირეკოთ? აი, დაგირეკავ მე ამ ნომერზე. კაი. მაინც ეშინიათ იცი ჩვენი დარაგვების თავს იზღვევენ. მე რაც ეს გადაცემა ჩავუშვით, თურმე გვასახელებენ, შენ დაკაც რა ქვია და მავიდა თამუნა მუსერიძე ხო ყველაზე გავლენია და მე ჩვენ მოვტიფანდა. ის ძიებაშია და ჩვენ დანგრევაშია. კუჩაში რო გამოდივარ შიშით, აი პუსი არ მესმის. მოდი ახლა სანამ გადავალთ შემდეგ თემებზე, თამას გადაცემა კი კარგია, მაგრამ სპონსორების garaში ჩვენი გადაცემა ვერ იარსებებდა. აი ეგ მაგას რეძახი აი. და ამიტომაც მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკის კარი სპონსორებისთვის ღია, დაგვირეკეთ, მოგწერეთ და ჩვენ ლამაზ სივრცეში, ჩვენი ლამაზი სახელი დაგირეკავებთ ფანტასტიკურ რეკლამე. რაღაცა მეგონი შენი სილამაზე გადმომედო აი. ხო ესია, ხო ხარი ხართა დააბიო. კიდე ყო შენერზე არ გადმოვედი, შენ ჩემზე გადმოხედი. და ამიტომაც მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკის ახალი სპონსორია პოცი. მაღალი ხარისხის ელექტრო სიგარეტები პოცი, რომელიც სწრაფად მზარდი ელექტრო სიგარეტების მაღაზია საქართველოში. ის 2021 წლიდან არის 16 ფილიალი აქვს საქართველოში. პოცი მთავარი პრიორიტეტი, ხარისხი, სანდოობა და მომხმარებლისათვის კომფორტული პროფესიონალური მომსახურება. ეხა ხარისხი და სანდოობა კი არის მაღალი. შეიძლება ეს უნდა მაპოლო ყველა გადაცემაში. ნახე, ნუ აი. აი მე თარაკაი ღბანაპასი აქვს, იცი აი. ამაზეა ნათქვამ ერთი ჩადება ჭირსო, თორე მე მიდის და მიდის რიხინითო რა. აი, უკვე გადაცემა რაღაცა პოპულარობა და აი მაშასე მეგობრებო, დღეიდან პოცი არის ჩვენი გადაცემის სპონსორი და ჩვენ ახლა იყიდეთ პოცი და აფუილე. ყველაზე ხარისხიანი ელექტროსიგარეტები შეგიძლიათ შეიძინოთ პოცში და ამავდროულად თამაზა უბედნიერესია, იმიტომ გადაცემაში მუდმივად თან იცი აი განა ის მართლა ხა არ გაიცნორსაც ვიტყვი ხლა იმიტომ ამას ამოჭრე. აი ტუჩები მაქვს ისეთი. ზოგი ხო იცი ნაპას რო არტყავს ეგ აფლეშილი ხო იკას რო გავს და რაღაც ჩაფუშველი ყოხტ აი ნახე. ზოგს მართლა მაიმუნის პროცესს გავს ტუჩები რო იჭმუჭდება. ისეთ რო შეხედე მეც ეს წარმოსახვა მაგრამ აღარ ვთქვი. კარგი და შემდეგი სპონსორი გამოაცხადე, გეყოფა ხა გართობა. გამოაცხადე. შემდეგი აი თან რო უკვე ვეიპი რაღაცა იქითური აქეთური და აი კარგი ცხოვრება. ჩვენი შემდეგი სპონსორია მოგზაურობა გიორგი პარისთან ერთად. აი როგორ მომიხდებოდა ეიფელის კოშკის გვერდზე აი ну, პრინციპში რეალობა შეგიძლია მალე რეალობაში აახდინოს. ასე რომ მეგობრებო, პარიზი არის სიყვარულის ქალაქი და მოკიდეთ თქვენს მეორე ნახევარს ხელი და დაეშვით პარიზში. და ასევე გადაცემის სპონსორია სამშენებლო კომპანია პარკ ორთაჭალა, რომელიც არის თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის სავალზე. ვინც ეძებს კომფორტს და სიმშვიდეს, პარკ ორთაჭალა არის მათთვის. მისამართი ვახტანგ გორგასლის 105 ნომერი. როგორ მინდა ცენტრში ვცხოვრობდე, მაგრამ ვცხოვრობ კლდაში. შეც რაღაცასთან 8 წუთის სავალზე იქნები დღეს. შევატყვეტილი, ფემი, რა ცუდი, იქნება და როგორ ვიქაჩები და ცხოვრების ეწინა. წანი ციხეები ცხოვრე, ციხეები და 8 წუთის სავალზე თამაში. ზაჰესიდან 8 წუთის. აა. შეგიძლია პოცი გიდა ტრუსიკი გადაფინე და რაც გიდა გადაფინე. სპონსორები გამოვაცხადეთ. მადლობა ყველას გვერდში დგომისათვის და გადავდივართ ახალ ამბავზე და ახალი ამბავი არის რომ ფოტოგრაფი მარი ნაკანი დაშორდა თავის მეუღლეს. ძალიან ბევრს კი ვიცინით ხოლმე, მაგრამ ტრაგედიის დრო როდესაც დგება, უნდა ტრაგედიაში. გინდა გენაწვალე? არა, ჭამე შენ.
მარინაკანს დაურეკოთ და ვკითხოთ რატო დაშორდა მის მეუღლეს და ამავდროულად მარინაკანმა დეისაძესთან ერთად განაცხადა რომ იწყებენ მკითხაობას. მე და ერეკლემ გადავწყვიტეთ რომ ყავაზე გიმკითხავთ. შეგიძლიათ უკვე ჩაეწეროთ. ჩვენგან გექნებათ საოცარი ინტერპრეტაცია. ლუდზე მკითხავთ, არა მარტო ყავაზე. ლუდზე და ყავაზე მკითხაობა. მე აი მარინაკანი კაი, დაურეკოთ მარინაკანს, ვკითხოთ რატო დაშორდა მის მეუღლეს და განიცდის როგორც ვიცი, თუმცა ისე არ განიცდის, რადგან ტაროს რაღაცა ის დაიწყო, მკითხაობა. მიგდიბარემ გაგვიშალოს. ონლაინ გაშლა თუ აქ. ანუ ფიხადო. მარი გვინდოდა? ვარ. მარი გამარჯობა, ჩვენ გავიგეთ რომ თქვენ დაიწყეთ ტაროს გაშლა $100 ღირს თქვენ და დეისაც. ყავაში ჩახედვა ტარო არა. ტარო. ეს ონლაინ ხდება ყავაში ჩახედვა, ეხლა ჩვენ რო დავლიო და რო ჩაგიგდოთ. ანუ აი ChatGPT-ს უგდებთ ხოლმე და თქვენც რო ჩაგიგდოთ, ნახავთ რა გველის? ნახოთ. და ეს როგორ არის? ანუ თქვენ გიჭირავთ ჭიქა და დეისაძე იყურება თუ დეისაძეს უჭირავთ ჭიქა და თქვენ იყურება? ანუ თქვენ დაიჭერთ მარტო ამ ჭიქას და ჩაიხედებით. აი მე რა პედინერე ხმარს გაშორდა ბაკეთებ. მარი. ეცირება რაღაც მალეთი და ყავაში როგორ უნდა ჩავიხედო. ისე რა გითხარი, მთელი ქვეყანა მაგას დარდობთ. ხმართან მიმართებაში მართალიას მეუღლესო დაშორდით. ხო, აბა. ყავით გაიგოთ? ყავით გაიგეთ. არა, ყავით ვერა. აბა. საჩახედა. არ ჩამიხედია საკუთარ თავისთვის. და როგორ გაიგეთ აბა ეგ ამბავი? ხმარ ჩახედა. მარი რა კარგად ჩაიხედე ჩემო ოქრო რო აი ისა რა ქვია ყველაფერი დაიდა. გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ გიორგი ნაზღაიძე და თამაზა ვარ. მართლა ხო, ჩვენ. მეგორი ვაიმე გადაცდა. გადაცდა. ო ნატლია. მარიამ აღლა აიხედე ნატლია მოვიდა, აგე ნატლია. ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა. ვაიმე მადლობა. მითხარი ხა მართლა სიცილი იქით იყოს და მეუღლეს რის გამო რატომ მოხდა მაგას დაშორება? მიყვარ ჩვენი გადაცემა, მაგრამ ის თქვას მაგის კვარი ვის უყვარს? რა ხარო? დაბერებული ხარო? ბიჭო, მაგას კი უყვარს ჩვენი გადაცემა და მაგის კვარი ვის უყვარს მეთქი? ვიღაცამ დაუნგრია ოჯახი. ხო, ვიღაცამ მესამე ხო არ არის? მესამე. სახელი და გვარი. არ ვიცი. ანუ საქართველოში, იმიტომ საბერძნეთში წავიდაო და იქ ყავს ეს მეორე ნახევარი. არა, საბერძნეთში მე არ წამიყვანა და. შეიძლება არ ეყო ფული ორ კაცზე. მე რაღაც შორდებოდა. ჩახედე ყავას მე გოგო, თუ დაიწყე $100 რო ვიხდით, ეხლა მკითხავ, ჩახედე იმ ყავას, რას გეუბნება? არა, შენ მოხლუბო, მე რომ ჩამოვალ გეტყვი თქვენ და. ყავიჩიკა გადადებ აბები ვიბრაცია. ყავიჩიკა გადადეს ვიბრაციები მოდის. მოიცადე, მართლა მკითხაო $100-ად? ვაიმე, აი რაღაცა უიხარვეზია მეგორი შენთან არიან მიცვალებულები რაღაცა ჩვენ შორის მიცვა, იმიტომ რომ რაღაცა ეკოთი არის შენი ხმა. კიფიცები ზუსტად რაღაცა მაგიასთან აქვს. აი ვაიმე მოვიდნენ. რაღაცა გამოიძახე. მამაო ჩვენო რომელი ხართ? რაღაცა გამოიძახე ნაზღაიძე ეგნაკანი არ არის. მაგას სხვა რაღაცა ქვია. არ არის. მაგრამ მე მოვედი. ვაიმე მოვიდნენ მეგონა. გითხარი ტრუსიკზე ჯადუ არ გავაკეთოთ მეთქი, ეშმაკთან დავაკავშირეთ ურთიერთობა. ვაიმე ჩკარა. მარის ტრუსიკი ხო არის? ვაიმე კიდე კარგი. ვისი ტრუსიკი გამონასკუც ახლა მისი იყო ის. გაინასკო მოგაკითხეს. მარი, მადლობა რომ გვიპასუხე, მადლობა რომ აკვყევი საუბარში ორშაბათს იხილე შენი თავი გადაცემაში. ეხლა მაგის ქმარია. კოცნი. ამის ქმარი ხო არ იყოს ის რომ სასწრაფო დაურეკე ხა მამაოს გამოლოსვა გაუკეთოთ ამ შენობას. ცოტა შეშინებული. მეგონი ტრუსიკი რო ისროლე, მაგან არასდროს არ გამხარები ოჯახის დანგრევა, მაგრამ აი ამან რა იმკითხავა ეგეთი რომ დაშალა. თამას, მქონდა რამოდენმე დღის წინ იმაში Instagram-ში გამოკითხვა. ხო. და სადაც ვიძახდი რომ აი ვინ გინდათ რომ მოვიყვანოთ სტუმრა და ყველაზე აქტუალურად ესე მოთხოვნადი იყო ძმები ჭოხოები, ნატო გელაშვილის. ხო, ის ბიჭები რომ ღელიან.
ხო და აქედან გამომდინარე გადაცემაში ჯერ ვერ მოვიყვანეთ. ანუ ვერ მოვიყვანე არც ამერიკია სიმართლე რო გითხრათ და ამერიკა შეიძლება მოსულიყვნენ, მაგრამ რაღაცა ისე იყო რა. ნატოს არ ეცალა და ვერ მოვიყვანე. ხო, და ნატოს გარეშე ვერ მოვიდნენ და ეხლა გვინდა რომ დაურეკოთ ორივე ძმას ინდივიდუალურად, ერთს თუ გინდა შენ და კაი ორივეს დაურეკავ. მე შეეშინდა მოსკოს სახეზე. დაურეკავ ორივეს. მე ნატოს იმეშინა თუ რე ბიჭებთან აიძახა. მოდი დაურეკოთ და ვკითხოთ კორპორატიულზე გვინდა მათ რო შეასრულონ თავიანთი საყვარელი სიმღერა, ოღონდ ლელა წურწუმიას ღამე ქუჩას მიუყვები. ვურეკავთ მეგობრებო ჭოხოებს. ჭოხოებს ურეკავთ. ისმენთ? გიორგი მინდოდა. გიორგი, გამარჯობა, ჩვენ კორპორატიულთან დაკავშირებით გვინდა რაღაც შემოთავაზება გვაქვს, თუ გაქვთ 2 წუთი რომ დაგელაპარაკოთ. გიცანით ბიჭო, გიცანით. მართლა სპეციფიური ხმა გაგცმაო. ვაიმე, იცი ვისაც სმენა, ყველა მცნო და უსმენოებს დაურეკო, ხო შეიძლება? სმენა მაგ თუ ეხა ვერ გეტყვი მაგასაც რა. აბსოლუტური არა, მაგ ნარდად. რა ვიცი, ყველა ქალი თქვენზე გიждდება ერთზე და მეორეზე, რო ვღერით და. ფრაზე მეც კარგა მღერი ვარ. მაგ გასარკვევია ეხა რა. რა მითხარი, შენი ძმა შენთან ერთად ხო არ არის? არა ძმაო. ხო და რო დაურეკო ეხა შენ ძმას, იქნება ვერ მიცნოს მაგან მაინც. აი მე თუ გიცანის უეჭველი გიცნოს, მაგრამ დაურეკე. კაი, შევიცვლი ხმას, კაი, აბა წარმატებები გიო. კაი, მოშდი ამას დაურეკოთ, მაშინ ცოტა შევიცვლი ჯანდაბას ხმას რა, დაუბრუნდები ჩემ ძველ პროფესიას. ბატონო, ლუკა მინდოდა. ისმენთ? ლუკა, გამარჯობა, ჩვენ კორპორატიულზე გვინდა თქვენი მოწვევა, თუ გცალიათ აი მარტის თვეში. გიოს ვენაცვალე მე. რაიმე! ორივე ძმა გვიცნო. ბიჭო, ეხა ისეთ კაცს ურეკავ, რომ სმენაში არ მიჭირს და შენი ხმის გამოცნობა. რა სხვაობა თქვენზე ის შენი ძმა იძახის, რომ მეო დიდად სმენა არა მაქვს. დავასრულო ძმაო, შენი ხმის თუ გაგიჭირდა, всё, ეგ. ამათ ვერ ვარჩევ, რომელია? სათვალიანი თუ სათვალის გარეშე? ეს არის სათვალის გარეშე, ცოლი რო არ ყავს და ის არის მეუღლე რო ყავს. თქვენ გენაცვალეთ, გიყურებთ და აი ზაღადაობა ამბავია, მაგრაკ ბალეში ყოფთ. კაი. ერთი გადაცემას არ მაქვს გამოტოვებული და რა ვიცი, აი წარმატებები მინდა, გისურვოთ ძალიან ბევრი. გაიხარე, ძალიან დიდი მადლობა, გაიხარე. სარკაზმი არის, კაროჩე. არ ეწყინოს გორიმის კონცერტზე რომ ვერ ვიყავით ბილეტებისთვის მადლობა თქო. საპატივცემლო უნარი. გზაზლარი ღირდა კეპიცები. რეალიზებს და მომწონს ეგ. გაიხარე, ლუკა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დიდი და გადაცემაში გელოდებით. კორპორატიულზეც გვარს არ ვიტყვი, შემეხმიანეთ. ო რა. არ ჩვენ ვექნება სარკასტიკა წლის ბოლოს კორპორატიული, მერე უკვე შეგეხმება. იქამდე ჯერ გადაცემაში უნდა მოხვიდეთ ძმები. აბა წარმატება და მადლობა რომ გვიპასუხე. კაი, შემოგიყვანეთ. აბა დროებით. მოვიწყინე არა და როგორი გეგმა გქონდა ჩვენ ღლიცინი. არა ბიჭო, ესენი მე ძმები მაგრები არიან ამათ რას მოატყობ. ნატოს ხوار დაურეკოთ. გორში გაყიდე 600 ლარად ბილეთები ბიჭო, ესენი. ნატოს ხوار დაურეკოთ. ნატოს დაურეკოთ. დედას. დედა ვერ გვიცნობს ახლა. ნატო? ხო. აყვავდება როცა ჯიში. ჩამიკარის. სანამ გიპასუხოს მომღერე. მიჭირს კარგო, იქნება და ხელი მომკიდოს ნატომ. მესამე დავდგები. აყვავდება როცა. ეხა აი მაგ დროს ეგ არ ჩამისო ეხა მოვარტყი ძალიან ცუდად. აი მაინც და მაინც როცა ვრეკავ მაგ დროს მე რო შევა, ალო, მე შენ ისე აყვავდება როცა ნუში შედის იმაში. ეგ არ ჩამისვა, ეხლა მოვარტყი მაგრაო. ჩასმარჩასვას ვინჩივის ბიჭო, ყვა აღარ მივარკა, რა ჩასმაღარ ჩამისვა. ელოპარაკი. არ მინდა. გაბრაზი შენ ზოგადად დღეში მოხმა. ელოპარაკი. ბიჭო შენ დაგიჭერე ძალადობაზე. არიღებს ამ წოხაროთ ნატო. კაი დაურეკოთ ერეკლეს. ეს რა დაგიმოღამებია, საძილიარტერიას დააწე, ისე მომწინდე. ძველი ის არის ტოჩკა. ესე იგი ვურეკავთ ერეკლე დეისაძეს, რომელმაც მარინაკანთან ერთად დაიწყო ყავაში მკითხაობა და $100 იღებს და ვკითხოთ, აბა თავისუფალი თუ ჩაგვიხედავს. ერეკლე დეისაძე. ამას რაღაცა ძალიან ისეთი ისა ქონდა სიმღერა თუ რაღაცა. ძალიან სიტყვებს შენ მამაო თუ დედაო თუ რაღაცა რო ქონდა, ხო? რაც მამას უნდა ის დედას უნდა ის მე მინდა ის შენ გინდაო. რაც დედას უნდა ის მამას უნდა. აბა დელია, ყალაღალი წელია. რაც დედას უნდა ის მამას უნდა. არის. პირო ლოგინი გვინდა რა. ერეკლე მინდოდა? ალო. ერეკლე მინდოდა? ერეკლე ვარ. ერეკლე გამარჯობა, თქვენი განცხადება ვნახეთ იმაში ინტერნეტში, თქვენ და მარინაკანი ყავაზე რომ მკითხაობთ და გაქვთ დრო რომ გვიმკითხაოთ ონლაინ?
გამითიშა. ღმერთო ხალხს რა კომპლექსები აქვს. ანუ კამერაში დგანან და ყველაფერი შეუვლიათ რაღაცა. რაღაცა და მე ტელეფონში. აბა ყველა შინაი რეკაშეტი კი არ არის. მაგიტომაც გადავჭი აქამდე რომ მოვედი. კაი, ეხლა გვაქვს ბომბა ამბავი. ბომბა გადაცემისთვის, მგონია რომ ხალხი ძალიან გაერთობა. ეხლა გაზაფხული არის, ზამთარში ვიტამინების ნაკლებობა არის. არა, მაგას მოაწვევი. ახლა სექსის აქტიური პერიოდი ეხლა არ არის. რეებს ემელაპარაკე, ვინ პატარა ბავშვს. რა სექსის ფაჭარში მაჩვი ყავს დამალული, რა პატარა ბავშვი. მე ვარ პატარა თუ შენ ვერ გამიგე, ჭამე გრილიაში თუ პატარა ხარ. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ მე და თამაზა მოვიფიქრეთ ესეთი იდეა, დაურეკოთ ცნობილ ქართველ ქალებს, სხვადასხვა ასაკის და უთხრათ რომ კლინიკიდან მოვიდა პასუხები და ისინი არიან ფეხმძიმედ. ნუ რიგითობით უთხრათ და რა რეაქცია ექნება. პირველი მსხვერპლი იყოს მანანა თოდაძე. არა მოწყდა. ურეკავთ მანანა თოდაძეს და ვეუბნებით რომ კლინიკიდან მოვიდა პასუხები და ის არის ფეხმძიმედ. ნანა. ქალბატონი მანანა მინდოდა? გისმენთ. ქალბატონი მანანა კლინიკიდან გირეკავთ, თქვენი პასუხები მოვიდა ანალიზის. რომელი კლინიკიდან ჯერ დავიწყოთ აქედან? აი ის ვაკეში რო არის. მერვე ავადმყოფო. რა პასუხები მე არაფერი ანალიზები არ ამიღია, რაღაცა რა შეცდომა ეს. არა, პასუხები მოვიდა რომ თქვენ ფეხმძიმედ ხართ. გილოცავთ. კარგი ხუმრობა იყო. არა. ვემისდა? იმიტომ რომ კარგი מחარობელი არა ხარ. კლინიკიდან מחარობელი სოფელში ვარ ჭეჭემა. ამას უკვე ეს უკვე აჩენსაცა. ნუ კარგი, მანანა თოდაძე ბედნიერებისაგან შოქშია. მეორე არის ირმა სოხაძე. ირმა სოხაძესაც ჩვენ დაურეკე და კრისტინე მინდაძეს მე ვაყარებ. ჩვენ ვართ מחარობლები. საქართველოში არის მატება, როგორც თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყანამ უნდა დაიწყოს გამრავლება, ერის გამრავლება და ჩვენ ვახარებთ ახლა ყველას რომ უნდა გამრავლდნენ. ვურეკავთ ირმა სოხაძეს რომ ვახაროთ რომ კლინიკიდან მოვიდა პასუხები და ის არის ფეხმძიმედ. ალო? ქალბატონი ირმა გვინდოდა? დიახ, მე გახლავთ. ქალბატონო ირმა, კლინიკა ციტოდან გირეკავთ, თქვენი ანალიზის პასუხები მოვიდა. ციტოში? დიახ. რაღაცა გეშლება. არა, აი ახლა მიჭირავს დოკუმენტი, ვკითხულობ, ქალბატონი ირმა, აი პასუხები გილოცავთ, აი ფეხმძიმედ ყოფილხართ თქვენ, გილოცავთ. მოდავ, დიახ, არა. ციტოდან გირეკავთ. ციტოდან ეს დავირეკავ ციტოში ჩემი ფეხი არ ყოფილა 2 წელია, ამიტომ არაერთი ანალიზი არ ჩემ გარეთ. მე საქმე არა გა. უი, რატო? არა, აქ ირმა სოხაძე მომღერალი. დამსახურებული არტისტი. 70 წლის ადამიანი ვარ ფეხმძიმედ. უფრო სასაცილო რამე იპოვეთ და უფრო აზრიანი გეთახვა. ეხაც ასეთი გონება შეზღუდული მოხდია. კლინიკა ციტოს თანამშრომელი. დიდი მადლობა. 70 წლის ადამიანი ფეხმძიმედ მოვიყო, გინესის ტიპში ვიქნები შესაძლებელი, მაგრამ არ ვარ სამწუხაროდ. და გავაჩენდი მესამეს. კარგით. კარგით, მადლობა. კარგით, მადლობა ნახვამდის. ესი ადამიანს ფეხმძიმობა არ უხაროდეს. რა ტრამვა მიაყენეს ამ ბავშვებმა? ისე ირმა სოხაძეს არ აქვს ინფორმაცია 70 წლის ასაკში წაჩენილ ბავშვებს და 2 კი უჩნდება. აი თამაზა ეხა ისე არ არის, ეხა ფეხმძიმედ არის, კი არ ეთყობა. ვასწავლი მე ირმას რა. კარგი, მოდი ეხა დაურეკოთ ქრისტინე იმედაძეს. აჰა, ახალგაზრდა გოგოა ეხა ჯამრთელი და ქრისტინე უფრო ცუდად გახდება ვიდრე ირმა სოხაძე იტყვის. კლინიკა ისა, თათიშვილის კლინიკა. ალო. ქრისტინე გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა, კარგად. რატიშვილის კლინიკიდან გიკავშირდებით, გილოცავთ, თქვენი ანალიზის პასუხი მოვიდა, ფეხმძიმედ ხართ? სხვაგან. მიშველეთ. რატო? რა ხდება თამაზა? რა კლინიკა რა. მე ვერ გავიგე ქრისტინე, აი მანანა თოდაძეს დაურეკეთ, ადამიანი შოქშია, ვერ ველაპარაკება. ისე უხარია მანანა,
ჩიტი გამოუშვა გალინიდან. მე თან გამიხარდა რომ დამირეკეთ, იცით როგორ მინდოდა. მანენო თოდაძის გაუხარდა მშობი არ ფეხზე მობის ამბავი. აი, იგივე უთხარი. ირმა სოხაძე ძალიან გამწარებული. ირმა სოხაძემ თქვა 70 წლის ასაკში თუ გავაჩენ აუცილებლად გაგაგებინებთ. ირმა სოხაძემ თქვა რომ ტყუილი რო არ გამომივიდეს და ქმარს დაურეკა მალე მოდი სახშიო. მიშველეთ, ნუ იმხელა ტყუილი იყო რომ ვერ დავიჯერებდით. კარგი ამბავი ახლა უკვე ნოვოსელია და თელი ამბავი. ქრისტინე ამავდროულად ბარემოს ხაზზე ხარ და რა ხდება შენ პირადში? ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა. ეს უნდა ჩვენ კიდე შენი პასუხები აი ყველაფერი. ხო და პირადში რა ხდება? არაფერი რა უნდა ხდებოდეს. თუ გადაცემაში მოყვები, ამოვანათებთ ახლა ფოტოს. არაფერი არ გითხარი მამა ვინ არის? ჩვენ კი არ ვიცოდით, მაგრამ უკვე აი საერთოა მამაც არსებობს. მამა სტუდიაში. მიშელ, სტუმრად როდის დამპატიშებთ გადაცემა? ვაიმე, ძალიან მალე, რადგან შენ ეგ გამოაისე თქვი, ჩვენ გვერიდებოდოთ. ეხლა ძალიან მალე უკვე თუ ტოქსიკოზიც არა გაქვს და შეიძლება მოსვლას. შევძლებ. კაი, კოცრით გვიყვარხარ. კარგად. ეხლა დაურეკოთ მარიამ სანოგოს, ესეც ახალგაზრდა გოგოა, ჯამთელი, რაღაც ენერგიული და უთხრათ რომ ფეხზე, მაგრამ შენ რაღაცა, ნუ აი, რაღაცა მაინც ვერ გასწავლი. დღეს დარჩი ჩემთან რომ უფრო გვიანობამდე გასწავლი. რა, ჩემი ზარი უფრო შედგა. ვურეკავთ მარიამ სანოგოს. ეს ტელეფონი რო გადაგვაქვს და გადმოგვაქვს ესე სადღირცულებს. რა უთხრათ რომ ფეხზმეთ არის. მარიამ გამარჯობა. როგორ ხართ? გამარჯობა. ტატიშვილის კლინიკიდან გიკავშირდებით? გილოცავთ ფეხძიმეთ ხართ? აუ თამაზა აი აი ტატიშვილის კლინიკაში დიდი ხანი არ ყოფილვარ და თეორიულად გამორიცხული იყო რომ რამე ეგეთის მოსული იყო. მა წამიერი ფიქრი ხო იყო ეხა მარიამ, წამიერი სანოგო ფიქრი. გიორგი როგორ ახლა? კარგად, შენაშვილი როგორ? კარგად. მე ვიფიქრე რომ მე თქვენი იმიტომ რომ ხშირად გიხურებთ ხოლმე. მე ვიფიქრე რომ მე არ დაგირეკავდი, იმიტომ ჩემ ხმას ეხა ყველა ვარიანტში იცნობდი, ვიფიქრე ამის ხმას არ იცნობდი. ხათაშორის იმდენი ხანი ვუსმენდი ორივე ხმას რომ ძალიან არ არის გასაკვირი ცოტა ტანში გაჟრიალებს დღემდე ხო? არა. ხათაშორის იგადაც გისმენთ ხოლმე. ძალიან მომეწონა ეს ახალი პოდკასტი. ვაიმე, მადლობა, გვიხარია. ოჩაღები ხართ ძალიან მართლა ძალიან. მადლობა მარიამ, კოცნი დაგემშვიდობები დროებით. მადლობა, დროებით. ესე იგი ნუ რაღაც არ გამთარსი ხელი გაქვს. თორე ჩემთან იყო ღლიცინი და ყველას უნდა გართობა, არავის ბავშვი არ უნდა. გეფიცები. შენ წესი არა ხარ? აი ხო ადრე ვიღაცას რო დაურეკავდი, დაფიქრდებოდა მაინც და ეხლა აი რა სისულელია. შენ წესი არ ხარ? შენ წესი ხარ? აი მო საერთოდ არ გინდა ბავშვის გაჩენა. ანუ აი არც ფიქრობ მაგაზე. ჭამ ვარჯიშო ბავშვის ამბავი საერთოდ არ გადავწევ. ვურეკავ ტელეწამყვან ზალ უდუმაშვილს. და ვეუბნებით რომ ფეხზიმეთ არის. ალო. ზალი გვინდოდა? მე ვარ. ბატონო ზალ, ტატიშვილის კლინიკიდან გირეკავ, თქვენი პასუხები მოვიდა. რისი პასუხები? ანალიზის ფეხზიმეთ რო ხართ. გასაგები. გილოცავთ. მადლობა შემოგევიდა. ტატიშვილის კლინიკის თანამშრომელი. ხო, მაინც. გადაცემა სარკასტიკა გიორგი ნაზღაიძე. მადლობა რომ გვიპასუხე და აგვყევი ხუმრობაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. კარგად. კარგად მიიღო პასუხი, ამან რაღაცა იცის და გვიმა. მე მგონი გადაცდნა არის თვი. კაიცო. ვურეკავთ ტელეწამყვან ნიკა ლომიძეს, რომ ვახაროთ ახალი ამბავი, რომ ის ფეხზიმეთ არის. ისე უნდოდა. ალო. ნიკა მინდოდა? დიახ. ტატიშვილის კლინიკიდან გირეკავთ, თქვენი ანალიზის პასუხები მოვიდა. დიახ. გილოცავთ, თქვენ ფეხზიმეთ ხართ. აუ რა კაი, არ გულველოდებოდი ხო? ხუპები, გოგო და ბიჭი. აი მე რა კარგია. აი ნუ რას ინატრებდი ხა უკვე. სახელები თუ მოუფიქრეთ. აბა გითხარით თუ არ არის საიდუმლო. მისაკუა და მეორე?
კუა თუ მისაკუა? აკუა. მე ვიქი გააკუა. ახტა შემოგაკუა. და მეორე ახტა შემოგაკუა. მე მე რა საყვარი ბაღში რო იქნებიან რომ დაუძახებს მასწავლებელი. მისაკუა, ახტა შემოგაკუა, მოდით ჩემთან. დაგეგმილი მშობიარობა თუ დაუგეგმავ. ჩემ წამყვანს აინტერესებს დაგეგმილი თუ დაუგეგმავ მშობიარობა არის. ჩაუსტია ტელევიზორს, არა, დაგეგმილი ყველაფერი, კაცო. საშიშროება არ არის, მაინც ასაკში ესე. აი მოიფიქრე და ერთობი. მე შენამდე ზალუდუმაშვილს დაურეკე და ძალიან გახარებული იყო. ერთადერთი ირმა სოხაძე გაგვიბრაზდა რომ 70 წლის ასაკში მე სად გავაჩენო ბავშვსო. ანუ ირმა სოხაძე საერთოდ ყოლა რომ 70 წლის. ხო და მაგიტო დაურეკე ჩვენ. აი გეხმები დაურეკო თვითონ თქვა რომ 70 წლის და როგორ აჩენს. ნიკა მადლობა რომ გვიპასუხე. მაგრამ მე დაგირეკავთ ხოლმე რომ გავიგოთ ხოლმე მშობიარობის პერიოდები როგორ გექნება მე-13, მე-4 რთული პერიოდები როდესაც არის. კოცრით ნიკა დროებით. აბა დროებით. პაკა. ჩვენც. რა გინდა აი მიიღეს. ერთად შენბერგებულობ ამ ყველაფერს, რომ ყველაფერი მიიღო. სანამ სტუმარი შემოვა ჩვენთან, ახლა გვინდა მოვიწვიოთ ჩვენთან ტურისტული კომპანია გიორგი პარიზის დამფუძნებელი ადამიანი, რომელიც თავად მოყვება თუ რა სიახლე და რა ამბავი გელოდებათ. რა მაგარი პრიზი აქვს ჩვენი მაყურებლისთვის. ანუ მეგობრებო, ჩვენ უკვე გადავედით იმაზე, რომ მაყურებლისთვის გვაქვს პრიზი. მაშასე მეგობრებო, გიორგი პარიზი არის ჩვენთან ერთად, ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი სპონსორი, თუმცა ძალიან მაგარი ამბით მოვიდა თქვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება თქვენთვის ძალიან მაგარი გათამაშება. სანამ გათამაშებას იტყვის და ასე შემდეგ, გენაცვალება ჩვენი სანდომისგან ტკბილეული უფრო დაგატკბოთ რომ უფრო კარგი საჩუქრები გამოუშვა. აკვე პოცი გააფუილ ერთი გემრიელად შერო. მე კი ვიცი ხშირად მივირთვა რომ გემრიელესია, მაგრამ ეხლა აქაც დავტყვი. სანამ გიორგი იტყვის, ვაიმე მე რო გავიგე რა საჩუქარი აქვს, აი მეც მომინდა პარიზში წასვლა. შენ ვერავინ ერთად გიყვანს პარიზში და მოდი იმ რეალობას დაუბრუნდეთ, რაც გვაქვს გადაცემაში. აბა გიო გაახარე ჩვენი ერთგული მაყურებელი და გლიჯე. მოკლედ ამბავი გვაქვს ესეთი, რომ თქვენ ხო ისტორიამ ჩემი ამბავი რა რაღაცა ყოველ კვირა რომ ვიღაც არ გავახაროთ არ შეგვიძლია რა. ანუ ქველმოქმედი გიორგი. ქველმოქმედი ჯიზე რო შეხვდათ გიორგის ფოტოს ამოაგდეთ. ეხლა გადავწყვიტეთ რომ თქვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს ვაჩუქოთ ორკაციანი საგზური პარიზში. ხალხი პრაიმ ბაუში იყო 4 თვე რომ ამისთვის მოეგოთ საგზურისთვის და ჩვენ და ყურებაში იგებთ. აი ყურებაში იგებთ წვეჭი. ამიტომაც მოკლედ პრემიუმ კლასის სრული კომფორტი. პრემიუმი, აჰა. როგორც ყოველთვის კომპანია როგორც თავაზობს სრულად, რა თქმა უნდა, მოიგებს ორკაციან საგზურს. ვაიმე ორი კაცი. ვინც გასიზავს? თამაზ ჩვენს Facebook გვერდზე დაიდება გათამაშება, რომელიც დაიდება ხვალიდან დაიდება და გათამაშება დასრულდება 22 მარტს. გათამაშების პირობები ძალიან მარტივია. ამ ვიდეოზე დაწერე კომენტარი, მონიშნე ადამიანი, ვისთან ერთადაც წასვლა გინდა პარიზში, მაგრამ ამისათვის აუცილებელი პირობა ის ვიდეო გააზიარე, დაალაიქე და გამოიწერე სარკასტიკის გვერდი, YouTube-ის სარკასტიკის გვერდი და გიორგის როგორც Facebook-ი, ასევე Instagram-ი. ხო, ყველაზე მაგარი რაც არის, კომენტარების დაწერაში არ არიან შეზღუდული. რამდენი მეგობარიც უნდა იმდენი მონიშნონ. ოღონდ ერთ კომენტარში ერთი მეგობარი უნდა მაგრამ თავარი პირობა ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ გამარჯვებულმა წაიყვანოთ თქვენი ერთი მეგობარი. კი, ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ უნდა მონიშნოთ ის პიროვნება, ვისთან ერთადაც გინდათ იმოგზაუროთ და ხან არის ხოლმე რომ ვერ ნიშნავენ. ნამდვილად გამოიჩინოთ და მე მომნიშნეთ. მე მყავს 5 მეგობარი და ცალ-ცალკე მოვნიშნავ ყველას 5-ვეს. შენ არ თამაშობ. ჩვენ არა. მაშასე მეგობრებო, გიორგი პარიზია ფანტასტიკური საჩუქარი, გიორგი პარიზი და გადაცემა სარკასტიკა გაძლევთ საშუალებას, რომ იმოგზაუროთ პარიზში, სიყვარულის ქალაქში, ასე რომ ხვალიდან იწყება გათამაშება გაგრძელდება 22 რიცხვამდე და 23-ში საღამოს 9 საათზე ლაივ რეჟიმში ჩვენ Facebook გვერდზე გამოვავლენთ გამარჯვებულებს. ყველა დეტალები Facebook-ში ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში, ასე რომ ხვალინდელ დღეს დაელოდეთ. ახლა კი სტუმარი, რომლისთვისაც მოგზაურობა არ არის უცხო, ის უფრო მეტად არის მოგზაურობაში, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. გალიკო ბერგერი! ჩვენი გადაცემის სპონსორია პოცი, ელექტროსიგარეტების მრავალფეროვანი არჩევანი. აი
ყველაზე მაღალი ხარისხის მაღალი ელექტროსიგარეტები, ხარისხის, რომელიც 2021 წლიდან უკვე 16 ფილიალს ფლობს. დაარტყი და აფუი. მაგრამ შენ რო აფუინებს, ვაიმე ზალიკო შენთვისაც ამბობ. სულ დავიწყდით თუ რა არის. აბა პოცის ფასი გავიგე იმაში რა ქვია ნიუ-იორკში პოცის კი არა და ელექტროსიგარეტის ანუ რომ ესე იგი 27 საათულიდან თუ კაი რესტორანში ხარ და ისა მოსაწევად უნდა ჩახვიდე პირველზე და გარეთ გახვიდე ყიდვაში და მაშინ დააფასე ელექტროსიგარეტები. უი რა კაი შემხდა ნახე. ნავაროჩენი. Yes. ქვემოთ მე მგონი აქ იზღილა კი? მე მგონი არა. всё. ასევე ჩვენი სპონსორია სამშენებლო კომპანია პარკ ორთაჭალა, სივრცე რომელშიც შეგიძლიათ ასევე დაისვენოთ და ისიამოვნოთ ქალაქის ცენტრალური უბნით. ის მდებარეობს თავისუფლების მეტროდან 8 წუთის სავალზე, მისი მისამართია ვახტანგ გორგასლის 105 ნომერი. ზალიკო, მოგესალმებით. თქვენ გადაცემას ვინც უყურებს ფასდაკლება არა აქვს, ესე იგი ყველა თქვენი სპონსორი ვიცი და თქვენი ნახვები უკვე იმის თანადონეზე ავიდა რომ ის რა ქვია, მეგონი იმას გადაუჯობთ. პოცი გაჩუქეთ. ხო, წინა. სანდომს გაჩუქებთ თუ გინდა. მერე გაჩუქებთ უკვე ფლეიმ ფუდის ტრაფიკების ობიექტს, რომელიც არის უგემრიელესი კვება. ო, აი ფლეიმ ფუდი წებინათ ვიცი, მაგრამ ორთაჭალამაც ერთბინათ ვაჩუქოთ და იქიდან თავისუფლების მოედიდან 8 წუთის სავალზე გათამაშებაში თუ ჩაერთვები, პარიზშიც იმოგზაურებ. კაი, ესე იგი პირველ რიგში მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან გადაცემაში. ისე მიყარია არიცი, იმიტომ რომ ესე იგი პირველივე რამდენიმე გადაცემა რომ ვნახე, ძაბაკლი ვარ მაგადაცემას თქო ვიფიქრე. ხო და ჩვენც ესე ვიძახდე, ითხოვდა ხალხი რომ ზალიკო მოიყვანეთ და აგერ ზალიკოც მოვიყვანეთ. მოდი პირველ რიგში როგორ ახარ? რავი, კარგად ვარ, ესე იგი ისა რა ქვია, აგერ გიორგი რაგვარია ძირმა გარშულს წავწოდნია. უშინ წარვიცინე, ესე იგი მაგ იმაზე რა ქვია, წუწუბიეს რო ურეკავს და ეს თქვენი გადაცემის ვაფშე პირველ მაგ ნაწილზე ვგიჟდები, აი რო გადავთ და ეს ტელეფონზე ეთერზე გაბაზრდა ესე იგი ეს მზარები რო ყველა გწნობთ უკვე ხმის შესაძლებელი უნდა დაიყენოთ და მაინც ასაციოა ისი მაინც ეხლა. შენი სახელი გვარი მითხარი და ძირმა გარშულიო შენ რო უთხარი და ძირმა გარშული ესეუნა და კარგი მე გავიგებ ვინ არის გიორგი ძირმა გარაშვილი. ცერტომეაცი. შენი ციზალიკოს რა დაემბა. შორენად ქორწილში რა აჩუქეს რა ისა რა ქვია ყველაფერი გვაინტერესებს არა ქორწილში არ დაგპატიჟო ბენიზი ამასობაში და მართლა გავაკეთოთ. ისე ჩვენ არ უნდა დავპატიჟონ ახლა ქორწილში. ხო, 300,000 მოგცენ ესე იგი და თქვენ გააკეთებთ წელ ორგანიზებას რა პრობლემაა. გიო, შენი ციზალიკოს რა დაემბართა? ჩვენ ისეთი მაყურებელია რომ ხო იცი მე რო ვყვები კრემებზე და რაღაცეებზე. ნინო ჩხეიძეს და სუნამოების და რაღაცებზე იღადება და აღარ ელაპარაკება. ხო და მითხარი ნინო ჩხეიძის სუნამოზე თქვი გადაცემაში რომ რაღაცა სპირს უშვებს, საზღარს სპირს უშვებს და რა გიძრასე მე რა ვიცი რაღაცა თქვი ესე იგი ბალიზე ვიყავი იქ რა ვიცი თუ მოგეხსენებათ მოკლედ და რეაბილიტაციაში ვიყავი ბალიზე რაღაცები გადავაგდე და ისა რა ქვია იქ დალებაც არ შეიძლებაო ესე ხო და იმ გადაცემაში რაც ვიყავი დაბლი ესე იგი და იმდენ ხალხს ვიძახე მე რა ვიცი ისა რა ქვია რამდენი დაწყენი დარჩა მაგაზე მივალთ ახლა იმასაც ეძახე და ამასობაში ნინო ჩხეიძეს უყურებელი მითქვია და ისა რა ქვია ნინო ჩხეიძეზე თქვი რომ ისე ბანძის უნდა მოაქვს ხო გონახავს ხე ნინო ჩხეიძეს არ არ გადავრი ვიყიდე მაჩუქეს კიდე კაირო მაჩუქას კიდე დაი კიდე კაირო არ იყიდე და რა ვინც იყიდა ესე იგი თეთა ნინო ჩხეიძე დაისყიდე ისე მოგვედი ჩემ გასაცნობად ხალო რაიმე თეთა რასაშინელება ესე იგი რა გოიმია რომელიმე მოდი ახლოს თუ მიყარ არ ვიცი რაღაცა სპირტის უნიკა ხიცა რა ქვია არ გამისინჯია მე რა ვიცი ნინო ჩხეიძეს სულამოს რო გასინჯავ მეთქი მოგეთ შემეგონა მაგის სუდამობ გადაგაგდებინა რაღაცა თუ ალკოჰოლია ხო პოცივით კი არ არის ესე იგი ჩვენი სპონსორი რო იყოს ეხა მაინტერესებს ნუ ყველგან გაგაცემაში ნალაპარაკი ყველა მოიძე მოკლედ რო გითხრა ანუ სუბთა ხარ ხო გაწყრიალებული ხარ ისა ხო რუსი ფსიქოლოგები ხომ ყავდა შენ კიდე მე და შენ რუსულია შეგიშლება ეხლა იმან შეიძლება თორემ ვერი საბლა მაგრამ ისა ძველი ისტორიებია აი მე როგორ მჩაგრავს გამითხარი იცი ამ მოგზაურობაში ეხლა ბალიზე რო იყავით და თან იმოგზაურე თან რეაბილიტაციის ცენტრში იყავით ანუ ვინ გადაიხადა ეს ყველაფერი გადამიხადეს მეგობრებმა მოკლედ ეს გავიცანი კაი ხალხი და ისა რა ქვია იმიტომ რომ საკმაოდ $50,000 ღირს საბი თვე თავრობიდან ხო არ არიან ეს მეგობრები არა საქართველოში არ ცხოვრობენ როჩილდები თქო ეგეც გადაცემაში მოვყევი და მე სადღაც იმაში როჩაილდები რატო ახსენებო მსოფლიო კონტროლიორებიო თუ რაღაცა და იმათინაც ზავიან ერთ-ერთი რომელიც ჰოლანდიელი როჩილდი რომელიც ჩემი ახლობელია ეხლა რა საქმიანობ ეხლა ჩამოვედი ეგუები ჯერ სოციალიზირდები აი პოდკასტებში დავდგარ ეს ეგუები აქაუ რა კარგი ცხოვრება მეც მინდა რა ეგეთ გადაცემაში მოვყევი კიდე მე ჩემი თავის შემსურდა რომ ჯერ ჰემპტონებში ვიყავი მე ბერლინში მე იბიცაზე და იქიდან წავედი სამკურნალოდ ბარიზე ადევნებ თვალს და მოიცადე შენ კი ადევნებ თვალს მაგრამ თავარი ამბავი მეგონი ექსკლუზივი იქნება ბაკეში გაჩუქეს ბინა
არა ხო მაჩუკეს ფაქტიურად გაჩუკეს ხო ჩემო დაკალმა უკვე დამავიწყდა ეგ თქვენ შორის ძალიან მაგარი ისე რა ქვია აფირმაცია ესე იგი როგორ უნდა აი ხო რაღაცები ესე უნდა წარმოიდგინო რაღაცა ისე და ერთხელ სტორი შევთქვი აი ჩემო დაკალმა ამ კორპუსში ბინა მაჩუკა მეთქი და მართლა იმ დაკალმა იმ კორპუსში მაჩუკა ბინა მოვიტყუიანე თინა თოფურე შვილმა და ქალიშვილ თინა თოფურე იცი რომელია იცით რა ჩემს სიუს რო უყურებ ხოლმე საკუთარ თავს ფეხზე უდგები მე იმდენი რეგალია მაქვს რომ ჩემ თავსო ფეხზე უდგები აი მის შვილმა აჩუკა ვაკეში ბინა აი რა დამსახურებით აი რა მართლა ჩემ ბავშვების მეგობარია და ხო ჩემ შვილიშვილს რამდენი კვადრატული 63 შედა იაფარულობა ვაკეში ბინებზე მაგრად არა ის უკვე ვეღარ იაფარულობა სამულეტია მითხრა ესე ჩემ მეგობარმა მითხრა ამას წინათ ახლობელმა რომ იცავ იაფარულობა სამულეტ რო ხალი იყიდის და ის როიცად ერთი წამი იაფარულავაზე რო დავიწყეთ ახლა საუბარი იაფარულავაზეც თქვი შენ ამ ინტერნეტში ამ გადაცემაში რომ იაფარულავო მიშასთან დადიოდაო იაფარულავას ხო ეს ზაგაშვილი ხო და ო მერე რა დადიოდაო და სექსი ქონდა ნუ ისე თქვი რა აბა ახლა მაგრამ როგორ ითქვა ხო აი თაზე უფრო ჯიგრულად იძახის ხოლმე გადაცემაში ახლა ი არ არის ნაწყენი შენზე არ ვიცი მე მეხი მაგალითად ეს ნაწყენია თუ არა ის რა გინდა დაურეკოთ კითხოთ რა მეხი უნდა დაეცეს მე მაგასთან ლაპარაკის თავი არა მაგ შეიძლება მე ისე მოდი მე დაურეკავ ახლა იას და ვკითხა რომ ზალიკო აქ არის მეთქი და რა აი ესე თქვა მეთქი შენ ისე ბაბჟი ალაპარაკე კაი მოდი აბა ზალიკოზე ნაწყენი ხარ თქო ზალიკო ჩამოხვედი მაგას ეძინებავ რაღაც ეხლა ბიჭას დაწყობით ანუ მე ვფიქრობ რომ ინანა ის რაც თქვა მაგრამ ზალიკო ჩამოვიდა და შოუ ბიზნესი გამოაწოცხლა ეგრეა ჩამოხვედა შოუ ბიზნესი გამოაწოცხლა ხო თქვენ ერთად ესე იგი ზუსტად ჩემი ჩამოსვლა და სარკასტიკას დაწყება ერთი იყო არიღებს სწორედ თქვი რომ ზინავს ახლა ხო ადრე იძინებს და არნანო ფეხა ეხლა ამ პრინციპში რასთან იგივე გაამეორე ეხლა რა ცუდი რა მოვყნები თვითონ ყვება იმ გადაცემაში არის ცუდი ვიღაცას რო ეუბნება ხო მე იქ ყვება რომ არის ცუდი რომ რომანი მქონდაო ის ხო არ მქონდაო ხე შედაც გასწახი ხო სექსი მქონდაო მე მაგას არ ნიშნავს ისე რა ქვია ხა მე რომელი საუკუნის ახალია რომანი შეიძლება ერთი კვირა ორი კვირა მე როგორ ურთიერთობებია რომელი საუკუნის ახალ რომელი ზენა აი აბა რა ქონდა იაფარულავაზე მიხელ სააკაშვილს რომანი აი შეჩმორო შენა აი ხო და ვერ თქვა ხო თქვა ვითომ ხო რომანჩიკი ესე თქვა ისე რა ქვია აბა თოლის სტატუსი ეგ არის შვილი არ გაუჩინა და შვილი ისედაც არ გააჩინა ფარულავაზე მოიცა ჩემ ახლობელმა იღაცა თქო რომ ესე იგი გასაღარა ყავსო ერთი დაკალი ყავდა ისიც გადაცემის პირველი სტუმარი ყავდათ და იმას ახლიდან გამოაგდო ერთადერთმა დაკალმა და უსახკაროდ დატოვა ესე იგი სკრიპაჩკა კვარი ყავდა ივანეც დავჟორდა მაგის გაკეთებულ ამულეტს რო იყიდი ესე იგი ბედნიერებისთვის ასე ხარ აუბედური გაიჭიტები უცბად რაც აკაკი იმასაც აკაკა ამულეტი არა გაწო იგეს ამულეტს ეგ გამეკნება არა ვაიმე ჩემტეს და გიას ამულეტები ჯაჯანიძის გია ჯაჯანიძის ამულეტიც არ მქონია უი ჯაჯოც ხო ყავდათ ისე გადაცემაში და შენ ჯაჯოზეს რო თქვი ერთი ორი სიტყვა ზალიკო ჯაჯანიძეც უსურაბელაო ორივე ერთი ისე რა ბერო იყოს ვაიმე ეწინო თუ არ ეწინო ამ ჩემ ეს რა ქვია ვაიმე იმედია ჯაჯობები უცაცხრ ანუ რა სერჩოდი ამ ხალხს რომ დაუარე და სულ იცი რატო ნაწყენია რომ სამი თვე ბალზე იყო არავინ არ მოიკითხა ბალიზე რა უნდა მოიკითხო რა უნდა მომეკითხა ისე ხო იგივე წვირი არ მომეკითხებოდა არა ისე რა ქვია მაგათაც უნდა მომეკითხე ისე ესე გია ჯაჯანიძე გია სურამელაშვილი იყო ესენი რაც მე მოვისმენო სურამელაშვილი ნაწყენია ეხლა სურამელა მიყვარს ძალიან იმისი ჩვენი ძალაწამყვანის არ იყოს ისე რა ქვია ეხლა რო დაურეკო სურამელაშვილი და ზალიკომ თქვა მეთქი შენზე დაურეკე იმ გადაცემაში და ჩემზე то твао да иза. ვაიმე. სურამელა როდის იქნებაო ბილობო და ვაიმე ეს სურამელა ისეთი ესე იგი თქვენ რო იწოდეთ. ანუ გადაიკიდე რამდენი ადამიანი. არა გიას ატურად შევიდიგებ არა პრობლემა. ეხა განაცხადი. მე მაგალითად არ მწყენია. მოდი ეხა გიას. ვაიმე მასე ესე იგი საკუთარ თავზე აღარ იძახი ის უდაბავით. დამაცადე ეხა თქვენ. მე ესე იგი სიმთვრალეზე უყურთ ადრეც ეგ ქონდა მაგრამ ეხლა განსაკუთრებით მოკლედ რა სუბსტანცია რა რომელსაც გამიშვი. ეგ პატარა ბავშვები რომლებმაც სასმელი შემოდის სასმლის დროს გეხსნება რა და სასმლის დროს უყურთ რაზეც ამაგდებ რომ აი ამაზე кайფია რაღაცა ამაზე რაღაცა თქვი ესე იგი პირდაპირ ჯახი მე უყურთ ისის გართობის პროჭი მუსიკა ფინ არის თქვენ იცეკვეთ და ამასობაში გვიპასუხებს გიას მაგისთვის კი არის შუადღია ბაიზა რა ქვია აი ხა მაინტერესებს უპასუხ მიპას ეს რატომ რა დააყენა ეს რა არის არა პირდაპირ ვეთქვი ვინც ვარ მაგრამ აი ეს რა პირდაპირ შეყვარებული თუ ურეკავს რომ ისა რა ქვია ამასობაში დადნეს ჩემზე ხოდნება ისე და სერიოზული სტრესი აქვს მიღებული თუ მაგას არ დააყენებდა ხო ეხა ჩემს ზარს როგორ გამაზავდა კაი ესე იგი შენ დაუარე ამ შოუ ბიზნესის წევრებს
იძახე ეს ძალიან კაია პოცი, აბა სოფელში გადაცემა შემოებატოს მეტი ისინი სპონსორები რო კარგად ვერთობით მითხარი, არ იგივე კვირაში ორჯერ გაყვიდეთ, უფრო გავერთობი ხოლმე. მითხარი, არც ეს არ ნანო ფამ სიტყვებს ეხლა რაც დაუარე ამ ხალხს ჯაჯანიძეზე თქვი, გია სურამელაშვილზე თქვი, სამას მე ვიდეო ჩავწერე, ესე იგი იმდენ ხალხს ეწყინაო, ამას ეწყინა, იმას ეწყინა, ისე რა ქვია, რა ეწყინა, მე რა ვიცი ვიღადავე, მთვრალი ვიღავი, დიდი ამბავი. ადრეც ისე რა ქვია, აი თქვათ დაკითხვაზე რაც ამარ ცხოვრებაში დამყოფი, ისე რა ქვია, რომ ეკითხებოდნენ რომ აი რა დაინახეთ ამ დროს, აი დაინახე იარაღი, აღმართული ხელი თუ რაღაცა ამ დროს და ისა, არაფერს არ დამინახია, მთვრალი ვიღავი ვწერდი. ხო და ამ აღიარებიჩიც ეგ აქვს. ანუ ხო, მთვრალი ვიღავი, მე რა ვიცი თუ არ მოგეკითხებოდა ბანკი. ხა ეხა ჩვენთან ხარ და ხო ეხა ყველაფერს გაგახსენებთ აბსოლუტურად. ყველაფერს ამოგიყრით, რაც კი იქნება. ნუ გეშინია შენ იმაში რა ქვია, საგამოძიებოში არა მომიყრია და. ნუ გეშია თქვით საგამოძიებოში ხარ ჩვენ გვენდაკენ რომ პატარა საგამოძიებო ოთახი გვაქვს. რაღა დღეს ეგ კუბო დაგიხატი, ეგ ვიცი კუბოა, ვიგაასვენეთ, იაფარულავა. ვარდისფერი კუბო, ქალაქში. დამასახელებ კიდე 1-2 მისთანაც დაურეკეთ რომ სალიფეხი კი აქვს ამარეში და ვინ, აბა თქვი, ხო თამამი ხარ თქვი ახლა ვინ. არა საჭირო მაგდენია ადამიანებია, კი რა ადამიანებია მაგდენ. ვერ დამახვედრეთ რამე. კაი, მითხარი ხა ბავშვები ის იყო, ვიღაცა პატარა ლაცირაკებიო ისე იძახი რომ მირეკავენ და რომ მეუნე ვიდეო ჩამიწერო, ეგენიც იგივენაირად მოიხსენიე. ვაიმე ზალიკოძია. 310 არის საუბარი რა, სასქესოთი ის მამაკაცი. ვითომ მაგამდე გვითქვია თან შეციცე იმას კენი რა. ხო, ნუ ხსენიებ ამ ყველას. რაღაცა ბავშვმა მომწერა რაღაცა, როგორ მიყვარხარ ესე ისე და ზალიკოძია ვიდეო ჩამიწერო. შეყო შედა. ზია არა ისა კიდე რა ვია. ასაკ ისე როგორ იზოლაცემო თუ რა ვია. არა ვაიმე ჯერესეთი ისე რა ვია, ბავშვებს რატო ეწინათ, ვიღაცა ერთმა მომწერა ზალიკოძიაო რაღაცა და რა რატო მიწერე ზია? ისე რა ვია. არ უნდა მიწერო ზია. და თუ მიწერე. არა ისა კიდე, ბაბუა. ეგ ჯაჯანიძე ხო არა მაგრამ ეხლა ისე რა ვია. ესე სადღაც ვიყავით საფულში. ბასე ისე და ნუ იმასაც არ ეწყინება ერთი ტელეწამყვანი ესე ცნობილი და ის მეძახის ვაიმე ჩემი შვილი იძახის ისე რა ქვია ზალიკო გია ჯაჯანიძეს როგორ გავსო ქალო მე ვთხარი შენი შვილი ოკულტის და წაიყვანე შენ ოკულტისტი მეთქი ისე რა ქვია შეჟი რითი მიმოგვარა ბებერი ვარ თეთრი ჭვერი მაქვს ისა ქვია ბებერია ჯაჯო აღარგაზდა მე რა ვიცი შეთაშულებიო თუ რაღაცას ყოფოდა ნუ ეხა შეიძლება პატარა ასაკიდან დაიწყო შენ პატარა იმის რა ქვია ბიგი მაუს კი არა რა ქვია სანტა-კლაუს ხო გავს შეთანაც როგორ იყო გამოწყობილი ისა რა ქვია მითხარ ეხა გიაც გავიგე დომენიკ მანგოს რა ხდება შერიგდი არა მე დომენიკ მანგოს არ ვიცნობაც ვინახი არა ეხლა დავინახე რა ჩემი წონი და სწორი ხარ რო ეუბნება შეყარ ზალიკო და დომენიკ მანგოს შერიგდი თუ რა უნდა შემარიგოს მაგ ეს და რა ჩემი წონი და სწორია მართლა აი რა საერთო მაგ ამათ ძალიან აიშვეს ეხლა აი მე და შენ ზარკასტიკა მოდაგავია ხო ხედავ ხო და ან დომენიკ მანგოს არ იცნო და უბრალოდ საწყალბავს რო ატერორებ აი და ისა რა ქვია ზახდი ამ დომენიკ მანგოს თუ რა არის მე რა ვიცი აბა რა უნდა დავიდე ისა რა ქვია ეხლა кай ტიპი გონია თავი მე თავიდანიც ან ნეტა იმის უაში ჩამახედა მეთქი დომენიკ მანგოს რო ფულს ჩაურიცხავ და კიდე მეორე დომენიკ მანგოს ჯარში რო გაყვნენ აი ეგ არის ყველაზე მაღადაობა მე თავიდან იცი რა მეგონა მე ვაფშე მეგონა ხილი იყიდე მანგო და არ მოგეწო ვაი მე ხილი მანგო იმღადაობდი იმაზე რა ქვია მანგოს სეზონი შემოვიდა ჩემი ფსიქოლოგები იძახია ბალიზე მანგოს სეზონი შემოვიდა ეხლა $1 ღირდა კილო თუ რაღაცა თუ მე რა ვიცი იმაზე ნაკლები მანგო რა ეღირება ხო ისა ეხლა მანგო ამ გადაცემას რო უყურეთ თუ დომენიკ მანგო ხო იცი რომ გამოგვდებს ეხლა და გამოგვანს მანგო ხო იცი ქვენ მოქმედი გახდა რატენი მაყურებელი ყოლია მაგ ჩემ ვიდეოს იმ რაღაც გადაცემაში რო ვიყავი და იქ რო ისა რო დადო ეს 6-7 დახო ქონია მე შენ ხო ამის ხარჯი და მე ქვენ მოქმედი გახდა ჯვიან რაღაცა მე ხი მაგალითად ეს მაგის დაშო ფულსაც კიდე ისა რა ქვია რა ჩემი ტოლი და სწორია მართლა მაგარა ფული უნდა მომწეც ჰექტორებიდან დაიბიცა და წავედი ბალიზე მეთქი და ისა ისე რა მითხარი ახლა შენზე ძალიან ბევრი საუბარი არის რომ ქალი თუ გინდა კაი ნაშა თუ გინდა ზალიკოს უნდა დაურეკო ნემდი არის ლაბარაკი რაღაცა მორჩა მე მგონი ხო და რა იყო ხალი აღარ მინახია იმ დეტალია მე რა საქმიანობა იყო თუ რა იყო ახლა ეს ქალი არა ესე ვიღაცებისთვის გამიცნია ძირითადად კაი ოჯახები შემიქმნია მე ძირითადად სუხანუმა ვიყავი მე რა ვიცი არაჩვეულებრივი ოჯახების პოლიტიკოსებისთვისო ძალიან ბევრ ქალებს ნებისმიერი პოლიტიკოსი ურეკავდაო ზალიკოსო და ყველა ქალს ნებისმიერი პოლიტიკოსი ურეკავდაო ისა რა ქვია 1-2 ძალიან დიდარი ბიზნესმენი მირეკავდა ხოლმე და მოქმედები ახლა ამ თავრობაში ძალიან დიდარი ადამიანები და გავლენიანი მირეკავდნენ ხოლმე ადრე და ეხლა ეგეთები ნუ რა ვიცი უმეტესობა ცოცხალი არ არის
და მაინც სოფლებში ვინც არ არის ვინ არის ისეთი იქ მე ჩვენც ვიცოდით ხო და არავინ აღარ ეკავს არ გაიგა ჩაბარ არის მე რა ვიცი კილერებს ვარ უგზავნი გაკეთდა ის რა ქვია კაი ანუ პოლიტიკაზე ესე იგი არის მე ყველა პატიოსად გათხოვდა ის გოგო და ყველა ის არის რა უი ქვია რა სიძახი ყველა კარგად არის ჩასახლებული არა ჩაულებრივად ზოგი ლექტორია ზოგი ესა და პატივსაცემი ქალიშვილება ყველანი ქალიშვილებად გამათხოვე ისე რომ მე რა ვიცი მაგედან გამოიწია ქალიშვილებად გაკერე და გაათხოვე არა ქალიშვილებად გათხოვდნენ და დღემდე ის რა უპატიოსნაცი ისე რა მაგარი ეგ რო გულაობდა ვაფშე მე ქალიშვილი რო ბარდები ქმარს არა აი მე რამდენი ოპერაციაა რო უკერავენ ქალებს იმას ქვემოთ და ქალიშვილებად ბარდები არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისე პატიო ისე ჯიგრულად ისე დასტოინად და ისე ზოგი ლექტორია ეხლა და მე რა ვიცი აი ესე ვიცნობ ჩვენ რომელი მე იქ როგორ არა მე კი ვიცნობ ეხლა ნახე საზოგადოება იცნობს ამდენსაც ვინდა მაგრამ ერთ-ერთი იყო თქვაც ისა იმაზე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა მოკლედ პირში იღებდა რა როგორ თქვა ეხლა პირში იღებდა პირში იღებდა ახლა სვანერად ვერ იცი ხო და გაგემოფსის იმას და მე ეს გოგო გახდა პიარის სპეციალისტი კი არა და პიარის და ერთ-ერთ უნივერსიტეტში პიარს ასწავლის და მოკლედ პირში აღების პიარის სპეციალისტი აი ზუსტად დედაზეცები ეხა ასწავლის ანუ მაგ მიმართულები გოგოებო დავდექით მუხლებზე ან ჩავიკუზე და ესე გახდები ცნობილი ქართველი პიარში კი როგორ პირში აღება როგორ უნდა გითხრა და პიარშიცა ანუ ჩვენ ვიცნობთ მაგას ყველას. ესე იგი მე რა ვიცი. ფესვები მადედან მოდის, პირში აღები და მე რო გავდარბის პიარი. კაი, ეხა მითხარი, კიდე მაინტერესებს შენ ამბებში ბევრი თემა მაქვს, მაგრამ რადგან ეხა პირში აღებაზე გადავედით, რა ვიცი ეხა გავთამამდი, სექსზე მაინტერესებს. ანუ ერთ-ერთ გადაცემაში თქვი რომ სექსუალური ცხოვრება დიდად არ გაქვს ეხა ეს ბოლო პერიოდი მარტო ხარ არც მეორე ნახევარი არ გაქვს ხო და ყავს ეხლა თუ არა ბაიმე მე სექსის მიმართ ყველას კიდე ხალხს აი როგორ ვთქვათ მაგ ქალების ბაზარში რო ეხლა ეგონათ რომ ძაბები ხალხი მირეკავს და რაღაცა მე ერთი ორი პიარშიც ამირეკავ და თუ პიარშიც ვუკეთებდი პიარს და ესე აქეთა გამომდინარე მე რაღაცა გაყურვილი და იმგონი ვარ და მე ამ შემთხვევაში ნაცამოძელი ესეთი დააკომპლექსებული და რაღაცა ტიპი გავიჩიტე ბავშვობიდან რომ ერთი ორჯერ თუ შეყვარებია თუ რაღაცა ესე რომ რაღაცა ისიც კიდე რომანტიკულად და მეტი იმის ტვინის ჭყლეტვით ვიდრე ისა და ბევრი მაგსაქმეში ისეთი მაგარია რომ ისე დაგაკომპლექსებს გარყვნილებაში რა შენ არის ძახდი რომ ჩემ პირად ერთ-ერთ ურთიერთობაშიო სექსუალური კავშირის დროს მესამე გვიყურებდა მაყურებელი მყავდაო ვაიმე ეგ რა დეტექტორი იქ მითხეს რასაც კითხავი ყველაფერზე კი უთხარიო ესე ხედავს ის დეტექტორიო და მე რა ვიცი იქ არის ხო მაყურებელი ხო და შენ აი ვთქვათო თუ ხარო ისეთ ადგილას დაყოფიო სადაც გრუპ სექსი ვიდეო და გვერდზეო ისაო რა ქვია ესე იგიო თუ კითხავენ რომ მონაწილეობდი გრუპ სექსიო კიო უთხარიო ხო და მონაწილეობდი თუ არა გრუპ სექსში არა ვაიმე მაგრამ დამწრე ვიღავი მე რა ვიცი და დამწრე ის ტაშ უკრავდი რომ დაამთავრებდნენ თუ რა არაფერს ვაიმე მე ვწავდი გვერდზე წამოვედი ვირამდენჯერ გააკეთებდა ეხლა აგროვ ვწავდი და ცოტა კედლის უკარო პიარი მითქი რა ქვია გრუპ სექსი ვიდეოდეს და ეხლა შეგდაში შეიძლება შევიღეთ ეგეთ მაგრამ მონაწილეობა არ მივიღია მე რა ვიცი რა გაინტერესებს რა ვიცი რა შეგვიძლია ხო კარგად არის ფანელი გოგოები კარგად იყვნენ თუ არა არა ბაიბი ვაფშე ამ დროს პირიქით კაი ესე იგი ჯგუფურ სექსში მონაწილეობა არ მიგიღია აღმოჩნდა თუ იმას გადასწრე იმას არ ჯგუფური არის ის იმან არც ერთი არის არაფერი ეხლა ჩაგაღლებული ჯექი და ის მოყევი კლუბში დარკრუმში შუქეროაკეთო ერთ-ერთ ქვეყანაშია წასული და ერთ-ერთ მე და ჩემი მეგობარი ვართ კლუბში ჩასულები და ჩემი მეგობარი მეუბნება რომ იქით რომ დარკრუმიაო და წამოშევიდეთ ვეღადაოთ ხალხსო. მე ვთქვი რა უნდა ეღადაო ამ ბრნელში ვინ შევა რა შედ აი ესე ბრმად შევდივარ და ამ ჩემმა მეგობარმა სინათლეს არ აკრა ხელი ზემოთ იყოს. ყველა ერთმანეთში აი შეწეფილი და რო გამოგვიყვნენ ეს ტიტულები და ჩვენ გავრი კლუბიდან გავრი და შუქი კი არ აკრეს რომ დარჩათ. ვარტო ყველა ქუჩაში გამოგვიყვნენ. ათე ბუჩიარჯობია შენი ჭირი მეისა რა ქვია დარკრუმში ეს სადღაც საზღვარგარეთ ვიყავით მოკლედ და ერთმა ახლობელმა ხელი მკრა და იქ ვიღაცა მომენტო და ვაიმე ისე შემეშინდა ესე იგი ოღონდ ისეთ სიბრელე იყო თვალწით ვერ მიიტანდი ეგეთ სექს რა აზრი ეკე უწები მაგრამ აი ეგეთ ფოტოში რო შეგვიძლია რო არიცი და ესე კიდე ეს ცნობილმა დაკალმა ისე ამასობაში ბერლინში ვართ და ერთ კლუბში ვართ და შევედით და ნუ იქ თან მიღებული გვაქვს რაღაცა და დავინახე რომ ამ ოთახში ესე იგი ალეფივით რაღაცეები ერთმანეთში სექსი აქვს რაღაცა მოვლენებს აი ესე და აი მე ვფიქრე რომ ისეთ გასული ვარ მეჩვენება მეთქი და თურმე ფოსფორის რაღაცა ისეთას ესეცალად განათებდნენ ციბნელში და ყველგან ეს ვართ მთელ ტანზე რა და ანათებდნენ წარმოიდგინე რა ადგილი გაინტერესებს ყველგან ეს მასში
რა ვიცი რაღაცებ და მაინც ისე ყვება რომ აი უკვე იქა. კარგად კი არ ჩადა. აი სიბნელეში რომ რაღაცა წარმოიდგინე ფოსფორისფრად რო ანახებს და ესე სილუეტს რო ხედავ. ერთი ისე ვარ გასული რომ ესე იგი აი ყალები მეჩვენებიან თუ რაღაცა. თუ გამოხვიდეთ ერთადაც ფოსფორი გესვა. თვითონაც ფოსფორით გამოგრიალდა იქ და ძალიან ჭკუაზე არის. რატო აქ კვედი ფოსფორიანი გაუდის? საიდან მოდი ხარ? იქიდან მომოლებული ბას. კაი, გართობაზე როგორ ხარ ახლა? ანუ კაი, ის გავიგეთ, შენ რომ ყველაფერი კარგად აგაკ, ეხლა რაც გვიხარია მართლა, ყველა კარგად ადამიანს ტაშ უკრავ. აი ისე ერთობ, ეხლა კლუბებში და იმებში დადიხარ? კლუბებში აი ერთხელ ვიყავი, ეხლა რაღაც კლუბის გახსნაზე ვიყავი, თუ რაღაცა და სიმართლე გითხრა, დიდი ხანი ვერ გავხაჩე. ნუ ცოტა დავლიე, ესე რა ვქვია, მაგრამ აი ნენელობ სოციალიზირდები და პრინციპში ფალიდა რომ ჩამოვედი, ცოტა უფრო სერიოზული გამოგვივა ჩვენი გადაცემისთვის, მაგრამ ძალიან ისე ვიყავი რა, თბილისთან შეგუებაც ძალიან გამიჭირდა რაღაცა. აი ხალხთან ვაფშე აი თითქოს ურთიერთობა არავისთან არ მქონია და თავიდან ვიწყებმა ყველაფერს და აი მდგომარეობის მერე რა რომელიც გადავაგდებ თქვა და მე კიდე აი თავიდან სოციალიზირება იმ სისტემაში რომ რაც შენ გარშემო ხდება რაღაცა ამ ადამიანებს მართლა უყვარვარ თუ რაღაცა ისა ამიტომაც ცოტა აცდენილი ვარ იმას რა ქვია რეალობა თბილისის რეალობა საქართველოს რეალობა ხო მე სიცივებ კიდე იქ წარმოიდგინე ინსპირაცია ხოცი შენ განავიღე აუსთან რო ხარ და კრემზე რო ყვები აი ის მე რო გავაზრე რომელი ჩემი ინსპირაციის წყაროა შენ რა გონია რომელი აუზი არის და რო გინდა რომ კარგად დაიძაგრო თუ რაღაცა ხო და ქართული რაღაც ისა თქო რა ქვია იმას საცხო წაისმე ვინმე იმის რა ქვია ვექვაიცის რატო უნდა იმ გოგოს თქვა ეხლა რა კაი სახის კანი აქვს ეხლა თქვა მოეწყინება და ნუ კოშკელიშვილი რა სახის კანი აქვს ეხლა მაგის გაკეთებული სახის კრები რატო უნდა წაფის არა მე მეგონა რომ ჩვენ გადაცემაში მოხვიდოდი და რაღაცებს იტყოდი რა ნანო და გამატებ ხო შენ ეგეთი გადაცემა გაქვს რომ ნანობა კითხება კიდე წამლების თქვა რაც არ ვიცოდი მე არ ვიცოდი წამლების გამოსულა ქართველებმა გამოუშვეს რაღაცას გასმებენ და ახალგაზრდები ლეოსლაბი ეგერი იაფარულობა რო აკეთებს რეკლამას 100 მილიონი ვიტამინი რო არის ერთად და ეგ ამერიკაში მიღებული სისტემა იყო სხვა შორის რომ აი ესე ვოლგრინი მარკეტებში დავდიოდი იქ ნიუ-იორკში და იმას ყიდულობდი და 50 ტაბლეტკას ვსვამდი დღეში ვითომ ახალგაზრდა რო იყო ახალგაზრდავებს ეგ ტაბლეტები კუჭი გამისკდა პერფორაცია გავიგეთ ია უყუროს ამ გადაცემას თორე ლეომ შეება ცუდი რამე დამართოს ბოლო სერიაში ეხლა რა მითხარი იცით შენ ადრე გადაცემა ძალიან ადრე გაქვს ნათქვამი რომ კითხვა იყო მაი ასათიანმა დაგისვა რომ შენ რო ქალი ყოფილიყავი ვინ იქნებოდიო ბოზ იქნებოდით რომ მაი ასათიანიც კაი გაგასცენ და ემასათი კრემების არ იყოს კიდე რასე მაგას რაღაცე არაფერს პირიქით წაისვით ემასათი და არ მოიწინოთ და მე რა ვიცი არ მოიწინოთ წასვლის შემდეგ ხო და რატო იქნებოდი მე რა ვიცი მაშინ კიდე იმ გადაცემას რო წარმოვიდგინე ბოზ კაი გაგებით მე რა ვიცი შორენაძე ნაკლები აღარ ვიქნებოდი არა იდეაში ქალი რო ხარ კაი ბოზ უნდა იყო ხო და კაცი რო ხარ არ ხარ ეხა ხო კაცი რო ვარ ამში არა ვარ და ქორწილისიას მებაკეთებ ეწელმა რა უნდა ამოგშა ქორწილისი მაგარი მიუბნის ტერიტორიიდან არის ამოშლილი $300,000 რო გაქვს ბიუჯეტი მაგ ქორწილის მერე ისა რა ქვია თითოს თომარზე $300,000 იხარჯება თუ როგორ არის შორენა ბეგაშვილის ახლა რო გთხოვდება ამ კაცზე მდიდარ კაცზე რო თხოვდება რა სიტყვია ვერმა მისცეს კაცო ბედნიერი ვარ ძალიან კაი გოგოა და ისა რა ქვია შორენას ამ დროს შეწყო იცნობ და შორენას დედა შორენას ვეძახოთით ვიცნობ კარგად დედაო შორენა ეგეთ პატიოსარი მეორე გოგო არ არის ამაზობაში ხო ვაიმე მართლა უყო დედაო შორენა რატომღაც იმიჯია ეგეთი და საქართველოს ყველაზე გონა და ისა და შორენაზე პატიოსარი მე რა ვიცი თითქოს ჩამოსწოთვლელი კარგი ვიცი ანუ ისევ ქორწილში ჩაწერე დავიდან ქორწილში ლალიკო სამადად იქნება ხო და მოიცადე ხა ქალი ვიქნებოდი იქნებოდიო და ხა არ ვერ დავიჯერებ რომ შენ ახალგაზრდობაში კაცი იყავი არ ვიყავი ვაიმე ჩემბავშვებას და იყო ოლიფაციო ეგერ ის რო ყავდათ გურამა შენოზია იმდრეს გურამა საიტები ისეთები მითხრა ჭკვიდან გადავედი ხო და გურამა შენოზია თვითონ ისეთი მაკიაჟი ეცვა მაგ გადაცემაში გურამა კი არა გურანთა შენოზია იყო ხო და ზოგი ისეთი საიტი მითხრა როწერ მაქაით მონდიან და მიყევ ხარ პირდაპირ იგი ეკტარული ექსკორტია ხო კაცო корпуსა რაღაცა შეჩავშა მათ აგინდა გაჭმევენ საჭმელს რა გინდა მე საჭმელს გაჭმევენ იკრასაც და მე თუ მე გაჭმევენ როგორ არის ორივე როცა გაიგებდა არა უფრო მერე ხო მერე უფრო ხდება აიო
თუ პიარი ჩემი თავზე არა შემეკითხებიან ალბათ თუ არ გეკითხებიან არა პიარი აღარ უნდა პიარი რა თქმა შენი უნდა საქმიანობა და შენი ის გაყიდვები არა პიარი პირით როგორ მუშაობს ხო გააჩნია ახლა იმასაც არა ხო ნუ ეგეც არის ნაჭამზე ყველაფერი მეზარება განაცემაში იმდენს ლაპარაკობ რომ აუცილებლად პიარსაც შეგითავზებენ ნუ შენ და საუბრები აღარ არის მე საჭირო ბოლოს გაჭმე და ეგეც უნდა გაჩუბებს ხოლმე იმისთან რაღაცებს არ აყურებ რაც სათქმელია ის რომ ეს პირითაც კარგად იმუშავებს 100%-იანი ესე იგი მას აღარა მოვიღებ პირზე არ დამასაქმოს ხო ყველაფერს გავაკეთებ თე როგორ დაკუმული პირით ლაპარაკობ ხო არა და პირში რო წითელი ბურთებია ხოლმე იმით ტყავის იმით რო გადაგურჩავენ ვაიმე კიდეც ლაპარაკობთ რო გაგაჩუბოთ ეხლა დაბადების დღე ხომ მოგდი და გიყიდით აი ის აიღე გრილიაჟი აიღე სანდობის გრილიაჟი აიღე გეხოცები სექსოპი ხო არის საქართველოსი ისა რა ქვია საქართველოსი აი ჩაიდე პირში გრილიაჟი გააჩერე აი ეგ არის ყავი ერთი მივახატო და ეგ არის არა ამაზე ის ეკლაპება ისა ცოტა დიდი უნდა ეს სექსშოპი ხო არის საქართველოსი სექს 79 თუ რაღაცაო და იმათ აქვთ ეგ ისინი რა ქვია მას მომიტანეს რაღაცები საჩუქრად ჩვენგანო კომპანიისგანო ისო და შოკოლადის კუტუები იყო ისა რაღაცა და დილდოც მოიტანეს ისა და თქვენგანო ფიდბექი გვაინტერესებსო და ფიდბექი არ ვიცოდი რა იყო გადაგებდა გამოგიძალოთ რო ჩაგვიწეროთ მერეო და ფიდბექი გაგვიზიაროთო ანუ ეს იგი შენ გამოცდილებაო თუ რაღაცა როგორც გესიამოვნაო და იაფარულავა მოიце საინტერესო საგვიწერაო საჩუქრები რომ მივტანეთო და აი მანდ ეკნება წითელი ბუშტი კიდე ესე იგი მოკლედ ფარულავა უნდა დაპატიჟოთ მაინც გადაცემაში ფარულავას დავპატიჟეთ მაგრამ არ მოდი YouTube გადაცემაში არ დავდივარ თუმცა რაღაც გადაცემებში დადის სერიოზული პოლიტიკოსია და ისა ტრამპის ნაშა რო გახდება ესე იგი ისა რა ქვია ეგ რო ტრამპის ის გახდება და ჩვენ მელანიას დაშორდება აი ხო ბაში საქართველოს რა მითხარ იცი YouTube-ში შედიხარ როგორც გავიგე აპირებ YouTube-ში რა ვიცი რაღაცა ფიქრობ ესე იგი იმიტომ რომ რაღაც რო ჩამოვედი და პირველივე პოდკასტში ვიღავი რო დაძეო და პროსტა იბაზრო ეგეც რა მეიქნება და ნუ ეხლა შენ თუ ყველას დაუძახე ყველაზე დიდი ნახვები შენ გექნება ყველა მაგის მოლოდინში იქნება თან შენ ისტორია იცი ხა ხალხის ვაიმე რო დაიწყოს მოყოლა რო დაიწყო მოყოლა ერთ-ერთი ისტორია არ გინდა მოყვე ვინმეზე რამე საინტერესო მე არ ვიცი წინასწარ გაგიფრთხილებინე რომ რაღაცა ისეთ ყველას შენ იცი ახლა და ისა მასე რაღაც გადაცემაში აი პირველად მაგრამ აი ასათიანის გადაცემაში მაშინ იყო რომ პირველად რო ვიღავით რაღაცა ეგეთ მივხვდი რომ მოსაყოლი არაფერი არა მაგრამ რაც საზოგადოებრივ მოიყოლება მაგაც გახსენება უნდა ჩემთულია კაი მითხარი ამ YouTube-ში აპირებ შესვლას ანუ ეს არის შენი ფორმატი რომ დადგე ეგეთ რაღაცები ლაპარაკო თუ როგორ შეიძლება გადამიწყვეტია მე რა ვიცი ამასობაში სინამდვილეში ირანის შახზე იმ პერიოდში ირანის შახმა რო ფარტი გააკეთა იმაზე რაღაცა იდეა მაქვს მოფიქრებული და იმის ჩაწერა მინდა სერიოზული ზიარა და ირანის შახთან ახლო ურთიერთობა გაკეთა რაღაცა მაგას არა ირანის შახს ოღონდ საქმე იმაშია რომ ბასი ჯავანაძე რო იყო საქართველოს ისა უბრალოდ თუ რა ქვია იმასთან იყო ჩამოსული ეს ირანის შაჰი რომელმაც ეგ ფარტი გააკეთა ვის შვილსაც ეხლა ირანში ვითომ გაჭავენ აქ არის ეგეთი დახურული წვეულებები ეპშტეინი არა არა ხო არა თუ ვერ გაჭავენ იქ ხო ეხლა ამბობენ რაღაცა ნეიკით ფარტებსო თუ რაღაცას აკეთებენო მაგრამ ჩემ ტექსტი იქრაშება და ეს რა ქვია ვიღაცა აკეთებსო ესე მომიყვეს ვიღაცა ადრე ბალიბდე რომ რაღაცა ფარტები უკეთებო და თბილისში რაღაცა ვითომ ისეთი რა სექს ფარტი კიტკეტის ფონდში ბერლინში ვთქვათ არის ეგეთი ფაფტიდის კონტექსტი ეგეთი რაღაცები სანდომი ჩაიდე პირში და შეგრიალდე ეგრევე შეგიშვებენ ხო თუ მე ტანზე წაისვი და თუ რამეა და გატიტულები და ჩავალ ხო თან სულ უკვე დამიწყებენ ხო იმე გადატყავებენ კაი ეხლა რა მაინტერესებს ყველაზე ვილაპარაკით ეხლა ჩვენზე უნდა გადმოვიდეთ და გამორიცხული ეხლა ყველა საინტერესოს სულ შემოდიოდა ეს კითხვა ამ გადაცემაში ამ რაღაცა სტრიმზე რო იყავი მოკლედ თქვი ესეთი რაღაცა ჩვენზე რა რო აი კი მევასებიანო ესენიო მაგრამო აი როგორც სოფლელიო შეიძლება ჩამოვიდესო თბილისშიო, მაგრამ სოფლელიო ადამიანისგან არ გამოდისო. ეს თუ ჩვენზე, თუ თამაზაზე, თუ ჩემზე, თუ როგორ იყო ეგ ამბავი? თამაზაზე რატო გამოყავ? შენ რა ხარ ჩამოსული? ჩამოსული ხარ? მე არა. ხო და ვიზე. ეს იგი ვინიგნებოდა. არა თამაზ არ გეწონე გასამო. სოფელზე გიждები. დედა რა გაუხარდა სპეციალურად თქვი ამ დროს. კაი და ვიზე ანუ ჩვენზე რატო იგულისხმე ანუ რა დაინახე ჩვენში პროვინციალიზმის პროვინციალიზმი რა შუაშია სოფლელობა მე კაი გაგებით ვიგულისხმე კაი სოფლელი ჯირკივით გოგოთხო ის რა ქვია მე მგონი უნდა გაჩერდე თორე უფრო ამატებ კიდე ოღონდ აიშალა უკვე ეგ ის რა ქვია გადაცემაში მე ასათი ეთერო ვიყავი და თამუნა ბარსალომიძე მისის გვერდზე და მე რაღაცა ისეთ გოგო ვიყავიო თუ რაღაცაო და დასამო ერთი კუნძივით გოგო ვიყავი მეთქი და მე და კაი გაგებით უთხარით ხო
და კიდევ ნუ ეხა ჩვენზე არის ყველა ვარიანტი ეგ სათქმელი. იქით უფრო იცილია ვიდრე ჩვენ. კაი, ეხა არის კიდე ერთი ამბავი რა. დაიცადე ერთი წუთი. ჩემი სოფლელობა გავშალოთ, ბიჭო. მე სხვათა შორის რომ მოვისმინე, მე დავფიქრდი და აი თქვი არ ვთქვია. ფსიქოლოგიურად იმის გასდაში. მე ხო იცი ნერვები მოშინა დავრეკე მეგობრებთან რა, რა ესე როგორ თქვა მეთქი რომ მე სოფლიდან წამოვიდე სოფლიდან. აცი ცხენია მაგრამ სოფლიდან ვარ მაგაზე ჩემზე ნერვები როგორ მოიჭრა. არა, არის სოფლიდან. არა, ვარ სოფლიდან ძალიან მომაყოფ რო ესე. მაგრამ შენი შიგნის შენიდან არ გამოვიდა სოფელი, ეს იძახის რომ შენიდან არ გამოვიდა. მე დააკაია თუ სოფელი არ გამოვიდა, არა. არც უნდა გამოვიდეს. არც უნდა გამოვიდეს. როგორ იცი რა არის, ის იმაზე უფრო მეტად დამცინებდა მე რო ვიყოვითო აი ქალაქი უფრო სასაცილო ვიქნებოდი. კაი. და კიდე ერთი ამბავია, ისე მან მივრუნდებით, გინდა არ გინდა, ეხლა თუ იმებზე ვლაპარაკობ, ჩვენც უნდა ვილაპარაკოთ. მოკლედ ორჯერ იყავი მაგათთან სტრიმში, ახალგაზრდა ბიჭებთან, ხო? და ორივეჯერ თავიდან გვახსენე რომ ყლი ვართ. ხო. და იცინოდი და მეორეჯერ გვახსენე ნაზღაიძეც ყლი, თამაზეც ყლი. ნაზღაიძეზე რას ფიქრობ? ეს ნაზღაიძეც მაგარი თავისი გადაცემია და ისა რა გვია მეორე ყლი ისა რა ხო ძალიან გასართობები არიან მე მაგრამ ბატო. და ყლი ბატო ვართ. კარგი გაგებით ვიძახები ამ ყლ-ზე და რამდენი წელია ვიძახი ისა რა ქვია. მე ისე ჯიგრულად ვიძახი ისა რა ქვია. ერთხელ მანქანით მოვდივარ ესე და მაშინ მარტო ის ვიდეო იყო ჩემი თავის მართლების აღამო. ხო, ხო, არ დანო, მაგრამ ჯიგრულად ვიძახი. იმ რაღაცა ვიდეოში რომ ვიძახო შენ და ისე ქონდა დატაცებული რომ გვერდზე მანქანიდან ვიძახა მეძახი შეყლერო და მე მგონა მაგინა და მე მივხვდი რომ სიყვარულით მეძახის და აი ესე სიყვარულით. არ სიყვარულით გვეძახი. დიახ. კაი, ეხა სამართლიანი რო იყოს. ხო და ეგ იმიტომ ისა რა ქვია რომ აი რომცა გეწინა მაგაშია ხო საქმე. ყოვრობა გვესმის ჩვენ მარტო ეხა ეს არის სარკასტიკა, მაგრამ სარკასტიკით პასუხობს, ხო იცი? ხო ისე ზოგადად ზოგ ვიღაცა ზოურეკავთ ხოლმე შენ კი უნდა დააყოლოთ ხოლმე ისე. ხო და ეხა ნახე როგორი რაღაცა გავაკეთე. ჩვენ სოციალურ გვერდზე, სარკასტიკის გვერდზე ჩავატარეთ გამოკითხვა. ხო. აი, ფოტომასალაც აქ არის, აი, რეალური. ხო. და მოკლედ დავწერეთ რომ თქვენი აზრით ჩვენ სამში ვინ უფრო ანუ ვინ უფრო მეტად უყვართ რა? ხო. ხო. 95%-ით ამ სკრინს ავტვირთავთ. რა საზიზღარი. გაიმარჯვე შენ და ჩვენგან გადმოგეცემა საჩუქარი. კარტეტე პრობლემას ის. არო ეკრობა ბიჭო რა მაგარია. ფიდბექი მოგაწოდოთ. ეს სახლიდან ნახმარი წამოიღე, უკვე თუ ახალი მოიტანე. ახალია შეგვიტანებ, ნუ ახლა. კიდე გაიტრალია პრობლემები. მე მიმარცხმევინე რა. აღარც ერთო ისა რა ქვია. რო დაждები და მიკროფონად უნდა დაიყენო თან და მე რემ პირზე პიარის გადაცემაზე ამით უნდა ისახო. ჩვენ გადაცემაში ისწავლით როგორ გახდეთ პიარის სპეციალისტი. ვაიმე, ლეგენდა ხარ ზალიკო გებიწევი. ზალიკო, აი მართლა მიგაქ ხო? ანუ არ ტოვე. უკანა წამართვან. არა, ახლა გაჩუქე, საშენი ჯიუდოა. ბები. იცოდე ეგ შეინახე ყოველთვის იცო გადაცემა სარკასტიკიდან საჩუქრად. ზალიკო, ძალიან ბევრი აი, მართლა ძალიან ბევრი ვიცინეთ. გაიყარეთ. ანუ მართლა აი ყველანაირად აი იქით აი ყველა არის ამოწყვეტილი. ამ გადაცემა უნდა გადაყოლოს ყველა. არის გვემოდან ამოდებული. მაგიდაზე დაბლიდან ამოაკრა. ხო წარმოგიდგენ რა მაგარი მოჭიდება აქვს ბიჭო სადაც გინდა უცებ არაწვალო მიაკრავ შენს დომა ეგრე მიაკარი და შეაჯექი სკამი არ არის სადმე მიაკარი და დაჯექი ჩამოჯექი რამე ამ კედელზე არა მაგრამ ზალიკო მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან თქვენ გაიხარეთ მაგრამ ეს დასასრული არ არის რაიმე აი თქვენი თამაშები ისე მეძღება ისა რა ქვია იქნება და უნდა ამოვიდოთ ითამაშები არა ისეთი თამაში არა ძალიან კაი ისეთი ზომიერად ისეთი კარგი თამაში გვექნება მოდი ჯერ სანამ თავ დავარდა ეგ ვასაკში ვარდება ხოლმე ეს გონი ყველა დიდი ზომა არის არ ვიცი ისე ის მომწონს ნუგზარ ერგემლიძის გამონათქვამებიდან უკულტმაზე სირბილს რო იწყებო ეგ ნიშნავს რომ სირბილი დავარდა ისო უკულტმაზე სირბილს ვინც იწყებსო ეგ ნიშნავს რომ სირბილი გიას ისო გივი სიხარულძე დარბის კუსტბაზე სირბილი ესე იგი ურბირდება უკვე და თავი აღარა გარაფრის აი ეგ არის სირბილი თუ სეირნობ არა ხო ალბათ სირბილზე უფრო სეირნობიზოს ანიავებ ალბათ ხო კაი მოდი ახლა გავაკეთოთ ესეთი ქვეთამაში და მთავარ თამაშზე გადავიდეთ აბა შენთვის ყველაზე გოიმი ცნობილი ადამიანი
რაიმე მე რა ვიცი მე ჩამოგითვლი სახე თუ კიდე პირდაპირ თქვი რა ერთი გამორიცხე ეგრევე თქვი და გაამარჯვებინე თუ გინდა მე რა ვიცი ჩამოთვალე იმ დღეს ვინ დავახეთქე ეხლა ვინ გადავიგიდო კიდე ესა ქვია კაი ია ფარულავა თუ მაია ასათიანი ესე არის? ხო და ერთ მე ერთი არა ვინ გიჩევნიო მასე გოიმი ეხლა არც ერთი გოიმი არც ერთი არ არის შენი აზრით გოიმი გოიმი არც ერთი არ არის მერსი სულხანიშვილი თუ ნუკი კოშკელიშვილი თედაგი არ ვიცი ეხლა რთული ვარიანტია ნუკი კოშკელიშვილი ნუკი კოშკელიშვილი თუ ლალი მოროშკინა ნუკი კოშკელიშვილი ნუკი კოშკელიშვილი ანუ უფრო გოიმებს ტოვებ? კოცებს ტოვებ კოცების გადარჩენაზე ხარ? ვეიტე შენ მიშისტი არ იყავ ეხა გამახსენდა მოიცადე ბათუმში რო გამოხვედი და კარგად ბათუმში რო გამოხვედი და მიშამ რა გაგვიკეთაო და აგერ მიშაო ქალაქ ჭაობიდან აქცია დედაქალაქად მიშა უნდა ჩამოიყვანოთ თქვენ ამ ქალაქში და თქვენ ქალაქეს მერე იყოს ვერავინ ვერ გიშალით ისე სხვა აი ეგეც ერთ-ერთი ის იყო რა ქვია ეცე კი მანამდე რომ დავთვერე ვისა რა ქვია კახაცისკარიძესთან ერთად ვიჯექი და კახაცისკარიძე იძახო და მე რა თუნდა ვიყერო კენჭიო და მიშას აკებდა ესე იგი და იქ მთვრალი რო გამოვედი პავლიანი եմ ვიყავი რომ მე მიშამ რა აშენა თუ რაღაცა რა ძალამატყე ესე იგი მაშინ იყო მიშას ყველაზე ძალიან მოტყონდა კარგი თან 2000 რომელიც წლის კაროჩე იზაფხულია ბიზინა რომ მოვიდა სიმართლეში ანუ ნასვამი ადამიანი მართალი ადამიანი არისო ხო იცი რაც აშენა მაგაზე ეხლა უარც არ ვიტყვით ხო რაც აშენა ბათუმში იმაზე აშენა და მე რა გითხოვო მეორე დღეს ოღონდ ვიღაცა თავს მიქსდებდა ესო მიშას აკებდაო და რა აშენა მე დაუძახეთ მე რეისხარძე იმან დამიძახა და ისე მომენტ რაღაცაში მართალია კაი მერსი სულხანიშვილი თუ ლალი მოროშკინა მე სულხანიშვილი მერსი სულხანიშვილი თუ სალომე გოგიაშვილი სალომე გოგიაშვილი თუ ლინდა ადამია ვიღო მომღერალი სადღერის ოიმე სასწაულად ღერის ანგრევს ყველაფერს კარიერამ ბავშვი ოჯახი მიატოვა კარიერის გამო ვის კარიერის გამო თავისი არ გადამრიო სადა კაი არის სალომე გოგიაშვილი თუ ნუცა ბუზალაძე სალომე გოგიაშვილი თუ სალომე ღვინიაშვილი სალომე გოგიაშვილი თუ ნინო წილოსანი სალომე გოგიაშვილი თუ თაკო ფხაკაძე თაკო ფხაკაძე ეს რო დაჭრეს ხო? ხო, დაჭრეს. არიყიდო ჩაკუჩი მოგწე. სალომე გოგიაშვილი თუ მაგდა ანიკაშვილი? სალომე გოგიაშვილი. სამწუხაროდ სალომე გოგიაშვილი არის გამარჯვებული. სამწუხაროდ და თუ გაიმარჯვა ხალხო. სამწუხაროდ ჩვენთვისვე ჩაკუჩი ალბათ მოხვდება ამ დღეებში თავში. და გონია რომ დიდი ჩაკუჩი იქნება, ურო იქნება. მორბის ამას ეს მიაგადაგა. ეს იყო ქვეთამაში, თუმცა ხდებაო მე ნახე. ვაიმე! კაი, მეგობრებო, ეს იყო ქვეთამაში, თუმცა ეხლა გელოდებათ მთავარი თამაში. აბა მეგობრებო, ჩემო ლამაზი, რა გხდები მარტო, რა ლამაზები მარტო. ეს არის თამაში, ჩაიფიქრე სურვილი. არა, პორნოფილმის გადაღებაზე მგონია თავი რაღაცა. ეს არის თამაში, ჩაიფიქრე სურვილი. ვინც სამამდე ენის კუნძული. სამჯერ უნდა ჩააქრო სანთელი რომ გაიმარჯო. ასე რომ აბა გაითვალე და დავიწყე. 1 2 3 ვაიმე. ჩავა. ეს უკვე ჩავაი. 1 დული. მე წააკრავა ბოჭერილი ის რა ქვია. მეც ეგრე მომიჭირა. იდი. ბაიე. ტრტოქში. ერთი დერტი. ისინი სოფელში, ის აი და აი წვეთა იმას ხალები მოვჭირა, ვიცი, გუთაშიც გაგვიყვანს. რა კარგასულა ამისგან სოფელი. 1 2 3 აჰა. მოგიგე. ეს 2 1 ეს ისე მეკაჩება სახე ამ ინა ცხვირის ოპერაცია მაქვს თავიდან გასაკეთებელი. ცხვირი რა ფაინი აი მე კიდე ხელები აღარ მივარ. ინა ცხვირი აღარა მაქვს. კაი. აბა. 2 1-ია ხო? 1 2 მოვიგე. დამოვიგე. დედა დამიხჭვი. მიდი.
წვრიად გიწე. ზალიკო იქიდან გამომდინარე რომ გაიმარჯვე ჩვენი სპონსორი Flame Food-ისგან. Flame Food არის ტრაფიკების ობიექტი, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში, სუხიშვილის 45-ში, ასე რომ შეურბინე ეს მათგან ვაუჩერი. დიდი მადლობა. მიდი აჩუ მიდი. აი სოფლის ხელი როგორ გამოდგა.